ინსულინური რეზისტენტობა არ ნიშნავს აუცილებლად პრედიაბეტს. თავი იდეა ინსულინური რეზისტენტობას როცა ვიბრძვით. ამონათდება ჩვენი მტკიცებულობას დაფუძნებული გრაფა. არც ერთი დიეტის სტილი დავიწყოთ მაშინ ოზემპიკით და ზოგადად GLP-1-ის ანალოგებით. ვერ არიან კარგად. ბოჭკოს საჭიროება რაციონში უმრავლესობაზე დასრული ქალისთვის არის 28 გრამი დღეში. ზუსტად იმ მომენტში, როცა საკუთარი თავის რწმენას იბრუნებენ ხოლმე. ნახირწლების მიღების რაოდენობა ყოველთვის გასაკვირია, მაგრამ შეადგენს თქვენი კალორიული ნორმის. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის Nutrition Academy of Georgia's პირველი პოდკასტი. ყოველ შაბათს საღამოს 6 საათზე ახალი თემებით შემოგიერთდებით ჯანს საღიყვების გარშემო. ჩვენი მიზანი იქნება გამოგარკვიოთ იმ ჯუნგლებში ნუტრიციოლოგიის, სადაც რეალურად დღეს საქართველოში ვიმყოფებით. გვესმის არაერთი აზრი, აქედან გვესმის არაერთი მოწოდება, შემდგომ ვიწყებთ მოწოდებების დანერგვას და საბოლოო ჯამში ვართ ქაოსში. ჩვენი მიზანია რომ ეს პოდკასტი თქვენთვის იყოს კომპასი. არა რომელიმე ჯადოსნური დიეტა ან კვების სტილი, არამედ ისეთი კომპასი, ანუ გეგმა, რომელიც ნებისმიერ მოცემულ დროს სწორ მიმართულებას გიჩვენებს. ეს იქნება ჩვენი მიზანი, დარწმუნებული ვარ გამოგვივა, ასე რომ ყურადღებით იყავით. დღევანდელი ჩვენი პირველი სტუმარია ანა მიქაბერიძე, ენდოკრინოლოგი, სერტიფიცირებული nutrition coach და წონის კლუბის სპეციალისტი, საქართველოში ნუტრიციოლოგიის, კლინიკური ნუტრიციოლოგიის ასოციაციის GSPEN-ის თანადამფუძნებელი ვართ ერთად. და კიდევ ბევრი საინტერესო რამ, რის გამოც მინდოდა დღევანდელი თემა, რომელიც შეეხება ინსულინ რეზისტენტობას, მის გამომწვევ მიზეზებს, მითებს და რეალობას გავიაროთ მასთან ერთად. როგორ ხარ? გაგიმარჯოს. კარგად, შენ როგორ ხარ? სუპერ. მოწადინებული ვარ ჩვენი პოდკასტი დავიწყოთ მნიშვნელოვანი თემით და მე ბევრ საინტერესო თემას გავუყვეთ, იმიტომ რომ ჯანსაღიყვების მიმართება და ზოგადად სიმსუქნე როგორც დაავადება ერთი გამომწვევით არ ხასიათდება. მაგრამ სანამ სიმსუქნეზე როგორც დაავადებაზე ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია ინსულინ რეზისტენტობა მიმოვიხილოთ, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად მესმის ინსულინ რეზისტენტობის თემა. და როგორც წესი, ინსულინ რეზისტენტობა, პრედიაბეტი, დიაბეტი, აი ამ მიმართულებით განიხილავენ ადამიანები და როცა თავის დიაგნოზს იღებენ, ყოველთვის აქვთ არასწორი შეხედულებები და მერე სამოქმედო ნაბიჯებით შესაბამისად. მაგითო გულში ჩავიდეთ და ინსულინ რეზისტენტობა გავმართოთ. არის ეს გადამეტებული შაქრის მიღება ყოველთვის? რა რისკები შეიძლება ქონდეს და ნელ-ნელა გავუყვებით მერე სწორი მენეჯმენტი როგორი იქნება, მაგრამ დავიწყოთ იმით, რომ რა არის ინსულინ რეზისტენტობა. პირველ რიგში მივესალმები შენს მსმენელს, გილოცავ პოდკასტის დაწყებას და მადლობა რომ მომიწვია ამ თემაზე სასაუბრად. ინსულინ რეზისტენტობას რაც შეეხება, ნამდვილად ისეთი ყველასთვის საინტერესო თემაა და აქტუალური. და შენახსენე ისეთი წერტილი, რომელზეც იწყებენ ხოლმე ყოველთვის ფიქრს შაქრის ჭარბი მოხმარება, როცა ამ თემის ირგვლივ საუბრობენ ხოლმე. და მოდი ვახსენოთ, რომ შაქარი, ასე ვთქვათ, კი არის ერთ-ერთი მთავარი გმირი ამ პროცესში, მაგრამ არ არის ერთადერთი და როგორც ფილმი შინაარსის გაგებისთვის არის აუცილებელი, რომ ის სიუჟეტი ბოლომდე გვესმოდეს, ასე არის მნიშვნელოვანი, რომ უფრო დიდი სურათი დავინახოთ ყოველფრის უკან. და ჩავიდეთ იმ დეტალებში, რომლებიც რეალურად ეტაპობრივად შაქრის მოხმარების გარეთ და მიღმა იწვევენ ინსულინ რეზისტენტობას. ზოგადად დავიწყოთ იმით, თუ რას აკეთებს ინსულინი ჩვენს ორგანიზმში. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინსულინი ეუბნება ჩვენს უჯრედებს, რომ გვაქვს შესაბამისად მიღებული გარკვეული ენერგიის წყარო, გლუკოზა, რომელიც შესაძლებელია რომ შევიდეს უჯრედში, გამოვიყენოთ ის გარკვეული დანიშნულებით და საჭიროებისამებრ დავამარაგოთ. ანუ ინსულინი არის მშენებელი და მომარაგებელი ჰორმონი. მაგრამ ამ სიგნალს ზოგჯერ უჯრედები განსხვავებულად პასუხობენ ხოლმე. და ეს ყველაფერი რომ სწორად აღვიქვათ, მინდა რომ ერთი პატარა ანალოგია მოვიყვანო სიმარტივისთვის. მაგალითად, წარმოიდგინე smartphone-ის ბატარეა, რომელიც 50%-ით არის დამუხტული და დამეტებითი ენერგიის მიმღებლობა მას ჩვეულებრივად გააჩნია, იმიტომ რომ საჭიროებს. ზუსტად იგივე შეგვიძლია გადავიტანოთ რეალობაში, როცა ნორმალური, ადეკვატური კალორიების ფარგლებში ვიღებთ ისეთ საკვებს, რომლიდანაც გლუკოზა ადეკვატურად და ნელა გადაედინება სისხლში. ამ დროს ენერგიის მიწოდება უჯრედებისთვის არის სტაბილური და უჯრედებიც თავისუფლად ცემენ პასუხს ინსულინს. შესაბამისად, რეზისტენტობა ამ დროს არ დგას დღის წესრიგში. მაგრამ მეორე მხრივ რომ წარმოვიდგინოთ smartphone-ის ბატარეა, რომელიც უკვე 100%-ით დამუხტულია და ეს რომ გადავიტანოთ რეალობაში ადამიანი, რომელიც სწრაფად იღებს დიდ ულუფასაკვებს, ისე რომ ხშირად არც აძლევს ხოლმე ტვინს დანაყრების შეგრძნების აღქმის დროს ფიზიკურად, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე კალორიების მოხმარება და ზოგადად კალორიების გადაჭარბება. ზოგჯერ ეს არის ტკბილეულით წარმოდგენილი, ზოგჯერ უბრალოდ პროცესირებული საკვებით.
და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ ეს ენერგიის ძალიან დიდი წყარო უჯრედებისკენ მიედინება და ისევე როგორც ბატარეა უკვე 100%-ით დამუხტული ვეღარ მიიღებს დამატებით ენერგიას. უბრალო მიზეზის გამო რომ დაზიანდება, გადაიწვება და ამის ფუფუნება მას არ აქვს და ეს პროგრამაში აქვს ჩადებული. ზუსტად ასე ჭკვიანურად ჩვენი უჯრედებით, ასე ვთქვათ, პასუხს არცემენ ინსულინს. ინსულინი ცდილობს აკაკუნებს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ იმორჩილებიან მის ბრძანებას. და ეს არ არის რაღაც ურჩი ბარაფშვის დაუმორჩილებლობა, როცა დედა კარზე უკაკუნებს, ეს არის ჭკვიანი უჯრედის პასუხი იმისთვის, რომ თავი არ დაიზიანოს. ნებისმიერი სახის დამატებითი ენერგია, ამ შემთხვევაში გლუკოზა, შეიძლება უჯრედში ოქსიდაციური სტრესის, ანუ ჟანგვითი პროცესების წარმმართველი გახდეს, რაც თავისთავად რაღაც ეტაპის შემდეგ უჯრედებს ძალიან დააზიანებს. და სწორედ ესაა უჯრედის პასუხი ინსულინზე, და ესაა ინსულინის მიმართ რეზისტენტობა, მარტივად რომ ვთქვათ. მაგრამ ამ ყოველფრის მიღმა არის კიდევ სხვა კომპონენტები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მეცნიერები მათ დღემდე ჯერ კიდევ სწავლობენ, თუმცა ორი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც მინდა რომ ვახსენო, ეს არის ქრონიკული ანთება. აი ჩავთვალოთ რომ ჟანგი ედება დამტენ პორტს ბატარეაში და ფიზიკურად არ აძლევს მას საშუალებას იმ შემთხვევაშიც კი თუ ენერგიას საჭიროებს ეს ენერგია მიიღოს და ასე ხდება ხოლმე უჯრედშიც. და მეორე ეს იქნება სტრესი, ქრონიკული სტრესი, რომ ჩავთვალოთ რომ 5 წუთში ერთხელ ვცდილობთ ტელეფონის დამუხტვას. რეალურად იგივე შეგვიძლია გადავიტანოთ რეალობაში, რამდენად ხშირად მივდივართ ხოლმე მაცივართან, რამდენად ხშირად ვცდილობთ სასუსნაოს მიღებას, 40 წუთში ერთხელ, 9 საათში ერთხელ, ვაიძულებთ პანკრეასს, რომ ინსულინი გადმოწყორცნოს სისხლში. სწორედ ეს ყველაფერი ჭარბად აკუმულირდება და საბოლოოდ ცოტა დაისახება ინსულინ რეზისტენტობას. ნუ კი, ისეთ შედარებებია, მეგონი აქამდე არავის მოусმენია. გამარტივებულ ენაზე ინსულინ რეზისტენტობის ნაწილი, იმიტომ რომ ინსულინ რეზისტენტობა, იმიტომ რომ კომპლექსური თემაა, ამასობაში ერთი რაც თქვი, რაც აუცილებლად ხაზგასმელი არის, რომ ნებისმიერი რამე რაც ჩემს ორგანიზმში ხდება, არის ორიენტირებული თავდაცვის ფუნქციაზე. შესაბამისად, ინსულინ რეზისტენტობაც ეს არ არის ჩემი ორგანიზმის წინააღმდეგობა ენერგიის მიღებაზე, არამედ არის თავდაცვის უნარი დამატებითი გლუკოზა არ შემოუშვას უჯრედში, იმიტომ რომ უფრო ცუდი ნეგატიური შესაძლო გართულებები აირიდოს თავიდან. ეს დაასწორი კონცეფცია, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ჩემ ორგანიზმში ხდება, თუ ვიტყვი რომ ორიენტირებულია ჩემს ასიკეთოდ, უკვე იცვლება ჩემი დამოკიდებულება მათ შორის ყვებასთან, მათ შორის მის სხვა ნეგატიური პროცესების გამოწვევ მიზეზებთან. ამიტომ ეს ძალიან ხაზგასმელია. ანუ რეალურად ინსულინ რეზისტენტობა ნიშნავს ინსულინის მგრძნობელობის დარღვევას, უკაცრავად დაქვეითებას. ინსულინის მგრძნობელობა რა საჭიროა საერთოდ? ინსულინი როგორც ჰორმონი, რას მიკეთებს? ცუდი ჰორმონია? ცხიმს ამარაგებს, გაგვიგია, რომელსაც ნამდვილად აკეთებს. მაგრამ ინსულინი, იმიტომ რომ ამ პრობლემების წყარო შეიძლება გახდეს ცუდი ჰორმონია და თუ არ არის ცუდი ჰორმონი, მაშინ საერთოდ რაში მჭირდება, რატომ მოვიდა დღემდე ადამიანში რატო დევს ინსულინის მექანიზმი, რომელიც მე შეიძლება რეზისტენტობით გამოვლინდეს. აი ეს რო გავიაროთ. თავისთავად არ არის ცუდი ჰორმონი, ზოგადად ორგანიზმში ნებისმიერ ჰორმონს თავისი ფუნქცია გააჩნია, ასევე ინსულინი და მისი საპირისპირო მოქმედების ჰორმონებიც, რომლებიც პირიქით იქცევიან ხოლმე საჭირო სიტუაციაში, თუმცა ინსულინის მთავარი მიზანი არის ერთი, რომ გლუკოზა დაამარაგოს, როცა იმ შემთხვევისთვის, როცა უკვე ენერგიის წყარო აღარ გვექნება ორგანიზმში და მისცეს გლუკოზის ათვისების და მყისიერი გამოყენების საშუალება უჯრედებს, მაშინ როცა ახალი მიღებული გვაქვს მაგალითად საკვები. გარდა ამისა, შენ სწორად ახსენე, რომ დამარაგების კუთხით ზემოქმედებს ასევე ცხიმზე, ცილაზე. და ეს სრულიად ანუ ინსულინი, ჰორმონი, რომელიც მხოლოდ გლუკოზის მეტაბოლიზმში იღებს მონაწილეობას, არ უნდა წარმოვიდგინოთ. მას აქვს როლი როგორც ცილების, ისევე ცხიმების მეტაბოლიზმში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. და გლუკოზა რა ხდება? ანუ უჯრედი, რომელშიც გლუკოზა უნდა შევიდეს და უნდა შევიდეს, იმიტომ რომ ენერგია შეაღწიოს. რატო ვერ აღებს კარს, ან რატო ვერ გადის უჯრედის კედელს, რატო ვერ შედის თავისუფლად შიგნით. ინსულინის ფუნქციას სჭირდება სპეციალური ტრანსპორტერები. არსებობს ისეთი ტრანსპორტერები, რომლებიც ინსულინზე არ არიან დამოკიდებული, თუმცა არსებობენ ისეთი ტრანსპორტერები, მაგალითად გლუტოთხი, რომელიც ინსულინ სენსიტიურ ქსოვილებში, მაგალითად ცხიმში, კუნთებში აუცილებელნი არიან იმისთვის, რომ გლუკოზა როგორღაც შევიყვანოთ უჯრედში. მეგობრებო, ტრანსპორტერი არ წარმოიდგინოთ, რომ არის ტრანსპორტერი სისხლში გლუკოზის ტრანსპორტერი. ანუ ინსულინი არ კიდებს გლუკოზას ხელს და არ მიაქანებს დანიშნულების წერტილში. ტრანსპორტერი წარმოიდგინეთ როგორც კარში ერთი ღია წერტილი, რომელ წერტილშიც უნდა გაიაროს სწორედ გლუკოზა.
ანუ ეს ტრანსპორტერები გვაქვს რამდენიმე ტიპის, განსხვავებულ ქსოვილებში, განსხვავებულად არიან წარმოდგენილი. ჩვენ რასაც განვიხილავთ ხოლმე, უმეტესობა აი ამ ტრანსპორტერს, ამ ტრანსპორტერის გაღებას, ჩაშენებას უჯრედში და გაღებას, ამის სიგნალს სწორედ ინსულინი აწარმოებს. ანუ წარმოგიდგენთ, რომ ინსულინი როგორც გასაღები უკავშირდება თავის რეცეპტორს, გასაღები კლიტეს პრინციპით, გადაატრიალებს, რის შემდგომადაც იღება კარი გლუკოზისთვის, რომელმაც უჯრედში უნდა შეაღწიოს. ეს არის თავი პროცესი. ანუ რეალურად, როცა ინსულინ რეზისტენტობაზე და მგრძნობელობის დაქვეითებაზე მიდგება საქმე ტრანსპორტერში არ გვაქვს სწორედ იმ გასაღები კლიტეს პრინციპში, რომელშიც ინსულინო მოერგოს. ანუ რეალურად გასაღებს თავი უწვდება, სწორი ნათქვამი იქნება, კლიტე ვეღარ აქვს. სუპერ. ძალიან კარგი. კაი, ეხლა შენი პერსონალური გამოცდილებით ადამიანებთან, ვისაც მუშაობ, როგორც ინდივიდუალურად ნუტრიციოლოგიის ნაწილში, ისევე ენდოკრინოლოგიის ნაწილში პაციენტებთან. ინსულინ რეზისტენტობის დიაგნოზი ჯერ როგორ იცმება ეს მითხარი? ანუ ინსულინ რეზისტენტი ვარ, როდის უნდა ვიეჭვო, ანუ როგორ უნდა დავამტკიცო? ჰომა ინდექსით, რომელიც შეგვიძლია თავისუფლად გამოთვალოთ გლუკოზის და ინსულინის მონაცემებით. არსებობს ამის ფორმულაც, თუმცა ზოგიერთი ლაბორატორია ჰომა ინდექსს თავისთავად ითვლის. და სწორედ ჰომა ინდექსი გვეუბნება, მომეტებული აქვს ადამიანს ინსულინისადმი რეზისტენტობა თუ არის ნორმის ფარგლებში. თუმცა რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან დიდი მიჯნა და ზღვარი ინსულინ რეზისტენტობას პრედიაბეტსა და მით უმეტეს დიაბეტს შორის. ანუ ინსულინ რეზისტენტობა პირდაპირ მნიშვნელობით პრედიაბეტს არ ნიშნავს. პრედიაბეტისთვის უკვე დარღვეული უნდა იყოს სისხლში გლუკოზის დონეც. ამას როგორც წესი, სხვადასხვა მაჩვენებლით, მაგალითად გლიკოზირებული ჰემოგლობინის მეშვეობით ვამოწმებთ ხოლმე, მარტივად რომ წარმოვიდგინოთ გლიკოზირებული ჰემოგლობინი გვიჩვენებს, ბოლო 3 თვის განმავლობაში დაახლოებით რამდენი გლუკოზა მიამაგრა ჩვენს სისხლის წითელ უჯრედებში არსებულ ჰემოგლობინს და ამის მიხედვით ვთვლით უკვე გადააჭარბა გლუკოზამ ისეთ საზღვარს, რომ პრედიაბეტი შეგვიძლია რომ დავსვათ დიაგნოზად თუ ჯერ კიდევ მხოლოდ ინსულინ რეზისტენტობა. სუპერ. ამას ხვდები ყოველ მეორე ნაბიჯზე. ადამიანები, ვისაც ინსულინ რეზისტენტობა აქვს დიაგნოსტირებული, მეუბნება რომ მე მაქვს პრედიაბეტი. ანუ ინსულინ რეზისტენტობა და პრედიაბეტი ერთმანეთის შემონაცვლებელი ფრაზები არ არის. არანაირად. ინსულინ რეზისტენტობამ შეიძლება პრედიაბეტისკენ წაიყვანოს სიტუაცია, თუმცა თუ მაქვს ინსულინ რეზისტენტობა, არ ნიშნავს რომ აუცილებლად მაქვს პრედიაბეტი. ზუსტად. სუპერ. ეს კარგი გასამიჯნია. ანუ ერთ-ერთი ნაწილი, ანუ ინსულინ რეზისტენტი ვარ, ნიშნავს რომ წავედი ექიმთან, ჩავაბარე შესაბამისი ანალიზებით დადგინდა ჩემი ინსულინ რეზისტენტობა, ინსულინ რეზისტენტობა ეს არის ხარისხობრივი. მაქვს ან არ მაქვს, მარტო ამას არ აქვს მნიშვნელობა. მაქვს მნიშვნელობა ინსულინ რეზისტენტობის ხარისხს. ამასობაში საინტერესო წერტილია ერთი, რომცა იგებენ ადამიანები, როცა ინსულინ რეზისტენტები არიან. და დამეთანხმები, რომ დღეს საქართველოს რეალობაში ხშირი პრობლემაა. არც თუ ისე იშვიათი პრობლემაა ვიტყოდი, მაგრამ უფრო სწორია რომ ხშირი პრობლემაა. ეს დავარქმევდი. აი ამ დროს, როცა ამ დიაგნოზს გააცნობ და კომუნიკაციაში ხარ, რა არასწორი შეხედულებები უყალიბდებათ, რას ამჩნევ და რისი შიში აქვს, რისი შიშიც არ უნდა გქონდეს. იმიტომ რომ ერთი ნაწილი ვახსენეთ, ინსულინ რეზისტენტობა მათთვის ნიშნავს პრედიაბეტს, პრედიაბეტის შემდგომ აუცილებლად ნიშნავს წლების განმავლობაში, თუ არაფერი შეიცვალა მათ აღქმაში დიაბეტს. აი ამის შიშს ხედავ და ეს თქვით რომ ინსულინ რეზისტენტობა აუცილებლად არ ნიშნავს პრედიაბეტს. სხვა ანალიზებიც გვჭირდება ამ ყველაფრის დასასრულებლად. კიდე რა არასწორ მიმართებებია, რასაც ხედავ რომ უყურებ და ანალიზის გაცნობის შემდგომ იმ წამს ვეიცი რა ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც არასწორი იქნება, ან არასაჭირო იქნება. პირველ რიგში შევეტყვი იმას, რომ ძალიან გავრცელებული აზრია, რომ ინსულინ რეზისტენტობა თავად იწვევს ჭარბწონას ან სიმსუქნეს. ძირითადად შეჭიდულია ეს ორი მდგომარეობა, თუმცა როგორც წესი გამომწვევი ხოლმე პირიქით, დარღვეული კვება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ნელ-ნელა მიდის ხოლმე ინსულინ რეზისტენტობამდე და არა პირიქით. ამიტომ ამ ადამიანებს ხშირად გამოხატული აქვთ ხოლმე ჭარბი წონაც, ზოგ შემთხვევაში სიმსუქნეც, თუ განსაზღვრავთ ამას ჩვეულებრივ დიაგნოზის სახით და ყველაზე ხშირად რასაც ვაკვირდები არის ის რომ მოლოდინი აქვთ რომ ინსულინ რეზისტენტობის მედიკამენტოზური მკურნალობით წონაში დაიკლებენ. როცა გავაგრძელებთ ხოლმე ამაზე საუბარს და განვიხილავთ რომ პირველადი ჩარევა ამ დროს არის არა მედიკამენტებით მკურნალობა, არამედ ცხოვრების წესის მოდიფიკაცია, ფიზიკური აქტივობა და ასე შემდეგ, რასაც ვამჩნევ ხოლმე არის ორი რამ. ერთი არის გარკვეული რაღაც დანაშაულის შეგრძნება და მეორე არის დაღლილობა. იმიტომ რომ
როგორც წესი ამ ადამიანებს აქვთ გამოვლილი პრაქტიკაში, პირად პრაქტიკაში, წონასთან, კვებასთან, ფიზიკურ აქტივობასთან, ყველაფერ ამასთან ბრძოლა და ბევრი გამარჯვებაც და მარცხიც უნახავთ. და დანაშაულის შეგრძნებას ვამჩნევ ხოლმე იმ შემთხვევაში, როცა გარკვეულწილად თვლიან, რომ მათი ნებისყოფის არ ქონის ბრალია ეს ყველაფერი, ის სადაც არიან და ის რომ მედიკამენტის გარეშე ამ ყველაფრის გადალახვა გაუჭერდებათ. ჩემგან ილიან ხოლმე, რომ ამ დროს კომენტარი მექნება, რომ ნაკლები უნდა ჭამონ, მეტად დაიჭერთან ფიზიკურად აქტიური იყვნენ და დამამშვიდობები. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ამ დროს ბიოლოგიურ მექანიზმებში გავარკვიო და ავუხსნა, რომ ის სიმპტომები, რომლებიც აქვთ, გაზრდილი შიმშილი, ტკბილის გაზრდილი მოთხოვნილება, ხშირი დაღლილობის შეგრძნება, განსაკუთრებით დიდი ულუფა საკვების მიღების შემდეგ, ეს ყველაფერი გარკვეულწილად ბიოლოგიური მექანიზმები განისაზღვრება და საკმაოდ ისეთი პროგნოზირებადი სიმპტომებია, რომელთა მართვაც შეიძლება. და ზუსტად იმ მომენტში, როცა საკუთარი თავის რწმენას იბრუნებენ ხოლმე, აი ამ მომენტიდან გადავდივართ ახალ ფაზაზე, რომ ინსულინ რეზისტენტობა მტერია, ნამდვილად, მაგრამ მასთან მუშაობის სტრატეგიები არსებობს. უბრალოდ ერთობლივად უნდა გავყვეთ და ამისთვის უნდა გქონდეთ მზაობა. მზაობის გარეშე ეს პროცესი არ იწყება. თვითონ პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია ხოლმე იმისთვის, რომ პრედიაბეტში არ გადავიდეთ და შემდგომში დიაბეტი არ განვავითაროთ, თუმცა პირველი და უმნიშვნელოვანესი არის ყველაფრის გააცრება. სუპერ. როდესაც მიდგება ხოლმე საქმე არასწორ გადაწყვეტილებებზე კონკრეტული დიაგნოზის ან ზოგადად ახალი გეგმის დასახვის გზაზე, შემოდის ორი ტიპის პასუხისმგებლობა. ერთი პიროვნული პასუხისმგებლობა, რა გადაწყვეტილებების მიღებისთვის ვარ მზად, რომელიც შემდგომარეობას უკეთესობისკენ წაიყვანს, და მეორე პროფესიონალის პასუხისმგებლობა, რომელმაც ისეთი შემდგომი რჩევა უნდა მიცეს ადამიანს, რომელიც იქნება მტკიცებულობების დაფუძნებული, არ იქნება ასტროლოგიის მიერ ნაკარნახები, ნარინჯისფერი ფერის ჩაცმა ინსულინ რეზისტენტობის მოსაშორებლად, არამედ მტკიცებულობაზე დაფუძნებული, რომელშიც როგორც წესი ნაკლები ეჭვი უნდა შევიტანოთ ყოველთვის, როცა პროფესიონალურად გვაქვს საქმე. თუმცა მეორე ნაწილი არის ის, რომ შეიძლება ბევრი ცვლილება იყოს, შემდგომი ნაბიჯი ყველაფერი სწორი იყოს, რომელიც მტკიცებულობაზე დაფუძნებულია, თუმცა კონკრეტულად ის ადამიანი არ იყოს ამ ნაბიჯებისთვის მზად. ანუ მე საუცხედავ შენ ახსენე ძალიან სწორად, რომ პერსონალური პასუხისმგებლობით და პიროვნული პასუხისმგებლობით იწყება პროცესი, მის გარეშე გამორიცხულია და გრძელდება. იმიტომ რომ რაც არ უნდა სწორი გაიდი მიცე ადამიანს, ის არის პროცესში მთავარი წამყვანი. თუმცა ამ გაიდის შექმნაში და სწორად მიწოდებაში უკვე პროფესიონალის პასუხისმგებლობა შემოდის, რომ სწორს მტკიცებულობის დაფუძნებულ ქცევას გირჩევ და მეორე ისეთ რჩევას მოგცემ, რომელსაც დიდი ალბათობით გაითვალისწინებ. ანუ შენეთ რამდენად სამართლიანია ადამიანს, რომელსაც ინსულინ რეზისტენტობის დიაგნოზი დაუდგინდება, მოთხოვო მეორე დღიდან, რაც წესია, როგორც ხდება, ხო? პურის ამოღება, ტკბილეულის ამოღება, ხშირად ყვება ცოტა ულუფებით, თუ ხდება ეს რჩევა, ფიზიკური აქტივობის დაწყება, კარიერის გამოსწორება, სასიყვარულო ურთიერთობების გამართვა, ოჯახის ყურადღების მიქცევა, ამ ყველაფრის მოთხოვნა მეორე დღიდანვე. რამდენად სამართლიანია ადამიანი, რომელიც ობესოგენურ ანუ სიმსუქნისკენ მიდრეკილ გარემოში ცხოვრობს და ამასობაში მაშინ რა უნდა მოხდეს? სხვა რას გააკეთებდი? არარეალურია და არასამართლიანია ასეთი რაღაც მოვთხოვოთ ადამიანს. ფაქტობრივად უნდა მოვთხოვოთ, რომ დინების საწინააღმდეგო დიცუროს ცუნამის პირობებში, ანუ გამორიცხულია. მარტო, ზუსტად. ყოველთვის უფრო რეალისტურია ადამიანებთან გავიაროთ ის დეტალები, თუ როგორია მისი ყვება, როგორი იყო ყვება აქამდე, როგორი იყო მისი ჩვევები აქამდე, რა სჭირდება, რომ მოდიფიკაციის ქვეშ დააყენოს, რა უნდა დავაპრიორიტეტოთ. ყველაფერს ერთ დღეში ვერ შევცვლით, ყველა პრობლემა ერთ დღეში ვერ მოგვარდება, თუმცა შეგვიძლია გამოყვათ მაგალითად 3 ყველაზე პრიორიტეტული რეალისტური მიზანი, რომელსაც ურჩევთ ადამიანს მომავალი 1 კვირის განმავლობაში და ასე პატარა მიზნებით, მცირე ნაბიჯებით შევაფასოთ მისი წინსვლა. სუპერ. სწორედ ეს წერტილია, რომელსაც აკადემიაში ნუტრიოლოგიის საფუძვლობის და სხვა კოუჩინგის კურსზე გავდივართ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია გამოვარკვიოთ რა არის სწორი რჩევა და შემდგომი ნაბიჯები დავსახოთ ისეთი, რომელსაც ადამიანი დაძლევს. პროცესში არაერთი თქვენგანს უცდია არაადეკვატური დიეტა, მათ შორის პროფესიონალის ნარჩევი, რომელსაც შედეგი მოუტანია და შემდგომ 4 კვირაში ორმაგი დაუბრუნებია უკან და მთავარი პასუხისმგებლობა ყოველ შემთხვევაში ჩვენი საწყისით დგას პროფესიონალზე, რომელიც ამ რჩევას გაძლევს.
მაგრამ პროცესი გამორიცხულია პირადი თქვენი პასუხისმგებლობის გარეშე, იმიტომ რომ თქვენ ხართ წამყვანი. თუმცა სწორი მიმართულების მიცემა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. იმას თავი დავანებოთ, რომ ზოგჯერ მტკიცებულობას დაფუძნებული რჩევებიც კი არ გაიცემა, ან გაიცემა რჩევები, რომელიც მტკიცებულობას დაფუძნებული იყო 1975 წელს, მაგრამ აღარ არის მტკიცებულობას დაფუძნებული დღეს. თუ ესეა, რომ უნდა მივცეთ რჩევა ისეთი პირველი 3 მარტივი, რომელსაც გადადგამს, რომელიც შედეგს მოუტანს. შედეგი მოტივაციას მიცემს, რომ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგას და დადებით ციკლში ჩაერთვება თავის პრობლემის მენეჯმენტში. იმიტომ რომ როცა ვსაუბრობთ სიმსუქნეზე, როგორც დაავადებაზე, BMI-ში კონკრეტული მაჩვენებლის შემდგომ, ვიცით რომ არაერთი ნეგატიური ციკლის წრეა ჩართული როგორც ქცევითი, ისევე ფიზიოლოგიურ დონეზე. და ამ ნეგატიურ ციკლებს ვებრძვით დადებითი ციკლით, რაც არის დავისახე სწორი მიზანი, მტკიცებულებაზე დაფუძნებული, რომელმაც მომიტანა შედეგი, რის გამოც უკვე შემდგომ შედარებით რთულ მიზანს შევეჭიდე, რომელმაც ასევე მომიტანა შედეგი და დადებითი ციკლით გაგრძელდა ჩემი პროცესი. და ეს არის ხოლმე ის წერტილი, სადაც ვიზახით, რომ თურმე რა მარტივი ყოფილა ჯანსაღი ყვება. იმიტომ რომ ფილტრი გვჭირდება არასწორი ინფორმაციებისგან. თუ ესეა, ყველაზე ხშირად, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურია, მაგრამ მაინც ყველაზე ხშირად რა სიტყვოდი, ინსულინ რეზისტენტობის დიაგნოზი, რომელიც არ არის პრედიაბეტი და სისხლის გლუკოზის მენეჯმენტი ნორმალური აქვს, ჯერჯერობით მაინც. რა იქნებოდა პირველი ისეთი 3 ნაბიჯი, რაზეც ყურადღების გამოხილვას ხოვდი კვების ნაწილში. ფიზიკურ აქტივობას მერე ნაწილობით ცალკე შევეხებით და ვახსენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია. კვების ნაწილში შენი ვარაუდი რა იქნებოდა, რას არ იღებს საკმარისი ოდენობით, რითიც შეძლებდა მიზნის მიღწევას. პირველი ეს იქნებოდა უჯრედისის ჩამოტება რაციონში. უჯრედისი ანუ ბოჭკო დიდი რაოდენობით შედის ხილში, ბოსნეულში, მთელმარცვლოვან პროდუქტებში. და მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ შედარებით ნელა გადახავს ხოლმე უჯრედის გლუკოზა სისხლში, ანუ როდესაც გლუკოზას ვიღებთ არა შიშველი ფორმით, ანუ ცარიელს, არამედ მარტივ შაქრებსაც ვწუდებთ. კი ბატონო, თუნდაც როცა მას ვიღებთ დაკომბინირებულს უჯრედისით მდიდარ საკვებთან, შედარებით ნელა ხდება ხოლმე გლუკოზის დონის რეგულაცია სისხლში, შედარებით სტაბილურად უფრო სწორად და შესაბამისად ნაკლებია რისკი ინსულინ რეზისტენტობის განვითარების. Super, ეს იქნება პირველი. მოდი რა ხან მტკიცებულობას დაფუძნებული ინფორმაციას გავუსვით ხაზე, იმისთვის რომ ჩვენი სიტყვები გავამყაროთ, ესეთ რჩევებისას აი ამ კამერაში ამოგინათებთ ხოლმე მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, ბოჭკო, ანუ ფაიბერი, ანუ უჯრედისი, როგორც მოიხსენიებთ, არის ისეთი ტიპის ნახრწკალი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი იქნებოდა ინსულინ რეზისტენტობის მენეჯმენტში და შესაძლო წონის კლებაში, იმიტომ რომ ნუ კი ახსენა რომ წონის კლება და ამას კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ, შებრუნებადით არის თუ არა ინსულინ რეზისტენტობა, თუ შეუქცევადი პროცესია. ბოჭკოს ჩართულობა რაციონში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. WHO და სხვა მსოფლიო ორგანიზაციები კვების ჭრილში მეუბნებიან, რომ ბოჭკოს საჭიროება რაციონში უმრავლესობას დასრული ქალისთვის არის 28 გრამი დღეში, უმრავლესობას დასრული კაცისთვის 32 გრამი დღეში. უფრო ინდივიდუალური კონცეფცია იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ ყოველ 1000 კალორიაზე რამდენიც გჭირდება 14 გრამი ბოჭკო. და იმის მიხედვით რა არის შენი კალორიული ინდივიდუალური მოთხოვნილება, დავთვლი ბოჭკოს საჭირო რაოდენობას. თუ ვარაუდებ, რომ 2000 კალორია გჭირდებათ ყოველდღიურად, 28 გრამი ბოჭკოდან იწყება რეკომენდაციები, მერე შემოდის ინდივიდუალური მიდგომა, საუბარია ზრდასრულ ადამიანზე, შედარებით განსხვავებული რეკომენდაციები მოდის მოზარდობის ასაკში, ორსულობისას იმატებს ქალბატონებისთვის ბოჭკოს დღიური რაოდენობა, მაგრამ დაახლოებით ოქროს ნიშნული იქნებოდა 28 გრამი ან 14 გრამი ბოჭკო ყოველ 1000 კალორიაზე. ეს მტკიცებულობის დაფუძნებული ჩართვა, რაღაცა ესეთი რუბრიკა უნდა გავაკეთოთ. ეხლა გავუყვეთ. პირველი გავიგეთ. მეორე რა იქნებოდა კვების ჭრილში ცვლილება ქცევითი ან ნუტრიენტული. მოდი ნუტრიენტულზე გავამახვილებ ყურადღებას. მეორე აუცილებლად იქნებოდა ცილა და ცილის ოდენობის გაზრდა რაციონში. იქნება ეს ცხოველური პროდუქტებით, ხორცით, კვერცხით, რძის პროდუქტებით შევსებული ცილა თუ მცენარეული ალტერნატივით, მაგალითად პარკოსნებით. ცილა ერთი მხრივ ბოჭკოს მსგავსად ანელებს გლუკოზის გადასვლას სისხლში, მეორე მხრივ კი ძალიან მნიშვნელოვანი საშენი პროდუქტია, ასე ვთქვათ, მაკრონუტრიენტია, რომელიც ჩვენი კუნთოვანი სისტემის შენების პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. და წონის კლება რომ ახსენე, ზუსტად წონის კლების პროცესში განსაკუთრებით კრიტიკულია, რომ ცილის რაოდენობა რაციონში იყოს საშუალოზე მაღალი. საშუალოზე მაღალი. ეხლა ისევ, მტკიცებულობაზე დაფუძნებული ჩართვა კარგი რუბრიკაა, ძალიან მომწონს. როგორია ცილის საჭირო რაოდენობა დღის განმავლობაში? ვიცით, რომ მინიმუმი ცილის დღიური რაოდენობა არის 0.8 გრამი კილოგრამზე, რაც ნიშნავს ვიღებ კოეფიციენტს 0.8 და ვამრავლებ ჩემს წონაზე.
დაუშვათ რომ 100 კილოგრამ ადამიანს სჭირდება 80 გრამი ცილა დღის განმავლობაში. და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართვა, როცა ვიზახით 80 გრამ ცილას, არ გულისხმობთ 80 გრამ ქათმის ფილას. გულისხმობთ ცილას როგორც მაკრონუტრიენტს, ყველა საკვებს თავისი ცილის შემცველობა აქვს. ჩემპიონები არიან ხორცის პროდუქტები, შემოდიან მცენარეული პროდუქტებიც, 0.8 გრამი კილოგრამზე არის მინიმუმი. როცა საქმე მიდგება ხოლმე ინსულინ რეზისტენტობის მენეჯმენტზე და თუ ვიზახით რომ მინიმუმზე მეტი, ანუ ოპტიმალურ მიღებაზე გვაქვს საუბარი, იქნებოდა ეს 1.5, 1.6 გრამი კილოგრამზე? გააჩნია ფიზიკურ აქტივობას. გააჩნია ფიზიკურ აქტივობის დონეს. აუცილებლად მეტი იქნებოდა ვიდრე 0.8 გრამი კილოგრამზე. მინიმუმ 1. მინიმუმ 1 და ამასობაში დავაკვირდებოდით მის არსებულ ცილის მიღებას. თუ ადამიანი 0.8 გრამსაც კი არ იღებს დღის განმავლობაში ცილას, პირველი მიზანი იქნებოდა მინიმუმამდე აგვეწია და ამის შემდგომ გვეფიქრა ამ ოპტიმალური ზღვის მიღებაზე იქნებოდა ეს 1 თუ 1.2 გრამი კილოგრამზე გააჩნია მის ფიზიკურ აქტივობას. ანუ აქაც მნიშვნელობა ერთი არის რა არის რეკომენდაცია, მეორე რა არის ჩემი საწყისი წერტილი, რომელსაც პროფესიონალი რომელსაც მუშაობ ამ პროცესში უნდა მოყვებოდეს და გერთვებოდეს, რომ კიდევ ერთხელ სწორი მიზანი დავისახო. შეიძლება 2 გრამი კილოგრამზე ცილა უკეთესი იყოს, თუმცა 1.2 გრამზეც კი მიჭირს ასვლა და ამ დროს შემირჩევა თუ არა 2 გრამ კილოგრამზე ცილის მიღების ნაწილში იმედგაცრუებების ბუკეტი გიკროვდება, რის გამოც მე თორნიკეზეც და ყველაზეც ვინც ეს ყველაფერი გირჩია იტყვი რომ ვერ არიან კარგად. ან კითხოს დასვამ ჩემში ხო არ არის პრობლემა, რომელიც კიდევ უფრო უარესია, მირჩევნია მე დამადანაშაულო ვიდრე საკუთარი თავი, იმიტომ რომ უფრო შეგიმცირდება თვითეფექტურობა და იმედგაცრუების წერტილში მოვალთ, რომელიც ყველაზე მეტად დამანგრეველია ქცევითი სულების გზაზე. სუპერ, გავიგეთ ბოჭკო, გავიგეთ ცილა. გეთანხმები. მოდი მივადგეთ ნახშირწყალს. ყველაზე საინტერესო არის ხოლმე ის, რომ როდესაც მოდიან და მithumetes ჭარბიწონა ან სიმსუქნის პრობლემა, ასე ვთქვათ, უკვე დგას დღის წესრიგში, ინსულინ რეზისტენტობასთან ერთად, პირველი რეაქცია, რაც აქვთ ხოლმე, არის ის, რომ უნდა ამოიღო ნახშირწყალი. უკვე ზოგჯერ ბანანიც მათ შორის. ზოგჯერ უკვე დაწყებული აქვს ნახშირწყლების შეზღუდვა, მაგალითად არ იღებენ პურს, არ ეკარებიან ბრინჯს, არ ეკარებიან კარტოფილს, არ ვიცი, დემონიზირებულია რატომღაც ნახშირწყლები ჩვენ ირგვლივ და აქ მინდა აუცილებლად ხაზი გავუსვა იმას, რომ ძალიან ხშირად ჩემი რეაქცია არის ამის შებრუნებული. ჩაამატეთ ნახშირწყალი თითოეულ კვებას, საუზმეს სადილს ვახშამს, რამდენი ძირითადი კვებაც გვაქვს დღის განმავლობაში, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ნახშირწყალს შევზღუდავთ, მას აუცილებლად მოგთხოვს ორგანიზმი დღის ბოლოს ზუსტად იმ ფორმით, რომელი ფორმითაც არ არის სასურველი მისი მიღება და ეს იქნება აუცილებლად ტკბილეული, რაღაც მარტივი ნახშირწყალი, შოკოლადი, კანფეტი, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა და სხვა. მაგრამ საქმე, როცა მიდგება ნახშირწყლის არჩევანზე, აქ უკვე უნდა ვიცოდეთ რა უკეთესია და რა ნაკლებ სასურველი არჩევანი. რა თქმა უნდა, ნაკლებად გვინდა იყოს ჩართული რაციონში მარტივი ნახშირწყლები, იგივე რაფინირებული პროდუქტები, მოდი პროდუქტებით შეგიტარებ, თუნდაც თეთრი ბრინჯი რო შევადაროთ, მუქი ფერის ბრინჯს, თეთრი პური რომ შევადაროთ, მთელმარცვლოვან ან მუქი ფერის, იგივე დუხეშად დაფქულ დაცეხულ პურს. პასტა, რომელიც ჩვენი ყველა საყვარელი საკვებია, ან მაკარონი, რომ შევადაროთ მთელმარცვლოვან მაკარონს. ამ ორი შემთხვევაში ერთი ყოველთვის არის რაფინირებული, მეორე არის მთელმარცვლოვანი პროდუქტი. და მთელმარცვლოვანში გულისხმობთ იმას, რომ მარცვლის მთლიანი სტრუქტურა შენარჩუნებულია. ანუ ნახშირწყლის შემცველი გულის გარდა შეიცავს გარეთ და შუა გარს, რომლებიც მდიდარია ბოჭკოთი, მდიდარია ცილებით, ბეჭდობის ვიტამინებით და თუ გახსოვს დასაწყისში რომ ვახსენე, რომ უჯრედისი, ცილა, ეს ორი კომპონენტი გლუკოზის სისხლში გადასვლას ნენელა რეალურად ანელებს მეთქი, ზუსტად იგივე უნდა ვახსენო აქაც, როდესაც თავად პროდუქტში ეს ყველაფერი თავმოყრილი, რა თქმა უნდა, ის უკეთესი არჩევანია, ვიდრე ნებისმიერი რაფინირებული ნახშირწყალი. სუპერ, ანუ პირველი რჩევა რომ მიირთვი მეტი ბოჭკო და მესამე რჩევა რომ ნახშირწყლები არ შეზღუდო, მაგრამ მისი ტიპები დაარეგულირე, ერთმანეთს ეხმარება იმ კუთხით, რომ თუ მივირთმევ მთელმარცვლოვან პროდუქტს, ამასობაში ბოჭკოს დამატებით წყარო შემოდის რაციონში. ხშირად რჩევები, რომელსაც გავცემთ, ერთმანეთის კონტრაინდიკაციულია ხოლმე ჯანსაღკვებაზე. მოიქეცით 800 კალორიანი დეფიციტში და მეტი ივარჯიშე. როგორ მოდის ეს ყველაფერი ერთმანეთთან? კუნთური მასა გაიზარდა და კალორიულ დეფიციტში იყავი. ანუ ეს არის წერტილი, სადაც მე ვნებდებით. ამიტომ ამ სამივე რჩევაში თეფშის ბალანსის პრინციპით მეტი ბოჭკო, მეტი ცილა და მეტი მთელმარცვლოვანი პროდუქტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთმანეთს ხელს ბანს და მე ერთმანეთს ესენი პირს. ალბათ სწორი იქნება ესე რომ ვთქვათ. სუპერ, ძალიან მომწონს.
კარგი, ეხლა ისევ, ამოვანთოთ მტკიცებულობას დაფუძნებული მიდგომები ნუტრიციოლოგიაში. ნახირწყლების მიღების რაოდენობა ყოველთვის გასაკვირია, მაგრამ შეადგენს თქვენი კალორიული ნორმის დაახლოებით მესამედს ან მეტს. ანუ ყველაზე მეტი მაკრონუტრიენტთა შორის გჭირდება ნახირწყალი დღის განმავლობაში. 45-60% შორის მერყეობს შუალედი ნახირწყლების ყოველდღიური მიღების კალორიების ზღვარში, 2000 კალორიან დიეტაში გამოდის 900 კალორიიდან 1200 კალორიამდე. რეალურად მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ როცა არ ვზღუდავთ ნახირწყლების ჟამროდენობას ინსულინურესტობის პრობლემისას, ნახირწყლების ტიპებს ვცვლით, არ ვკრძალავთ არც ერთ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტს, იქნება ეს მარტივი შაქრები, იქნება ეს ტკბილეული, იქნება ეს თეთრი პური. არ ვკრძალავთ, უბრალოდ უპირატესობას ვანიჭებთ საშუალო ან დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებს. ვერ წარმოიდგინეთ, რამდენი პროდუქტი მოხვდება ნახშირწყლოვანი, რომელიც გიყვართ საშუალო და დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებში. მათ შორის ბანანი და უმეტესობა ხილი, რომელიც ხდება ხოლმე დემონიზირებული, უმეტესობა ბანანი თუ ძალიან მწიფი არ არის, დაახლოებით საშუალო გლიკემიური ინდექსის შუალედს იჭერს როგორც წესი, როგორც ვაშლი. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აკრძალვები ავირიდოთ თავიდან და პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეფცია, რაც მომწონს არის ჩავამატოთ. რას ვკრძალავთ არა, რას ვამატებთ. არ ვიცი, ამის მერე კითხვა მექნება შენთან და აი ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წერტილი და ბევრჯერ გავიმეორებ ბევრ სხვადასხვა პოდკასტში. რას ვამატებთ რაციონში არის პირველი ადეკვატური კითხვა და რას ვკრძალავ. იმიტომ რომ აკრძალვები შემიმიყვანს დანებებამდე, ჩამატება მიმიყვანს შეგრძნებამდე, მეტი შამა დავიწყე და ყველაფერი როგორ სწორდება. აი ეს არის რეალურად მტკიცებულობას დაფუძნებული ნუტრიციოლოგიის პრაქტიკები, რომელსაც უნდა მისცემდეს ყველა ვინც ამ სფეროშია და თქვენც ვინც ახლა ამ ყველაფერს ისმენთ. ამ სამის მიღმა შენიშნებართვით, როცა საქმე მიდგება თუ მეოთხე ჩევასაც მოისმენდა ვინმე ჩემგან, დავამატებდი ალბათ უფრო კვების ქცევის სტილის შეცვლას, სადაც ვივარაუდებდი, რომ ადამიანს ბევრი ხემსი იქნებოდა დღის განმავლობაში ჩართული, ოღონდ ვივარაუდებდი, როგორც წესი, როცა საუბრობ ხოლმე ადამიანებთან, მესმის, რომ დღეში ერთხელ ჯამ საღამოს სამსახურიდან სახლში მისვლის შემდგომ, თუმცა არ ვთვლი კვებად იმ ყველა წახემსებას, რომელსაც ჩემს მერხზე ან მეგობრისთან, თანამშრომლის მერხზე გადავწყვეტები ხოლმე დღის პირველ ნახევარში. როგორც წესი, ხშირი პრობლემაა, რომელსაც ასევე ინსულინურეზისტენტობასთან შეჭიდულია ხოლმე დღეში მრავალჯერადი წახემსება, რომელიც არ არის ნუტრიენტულად დაბალანსებული და ერთი დიდი ულუფა სახლში მისვლის შემდგომ, რომელსაც საკუთარი ემოციური კვებითი მიმართებებით თან ახლავს ნეგატიური, შეიძლება იყოს ბინჯი თინგი ერთ ულუფაზე მოშებული პროცესის გამო ერთ ულუფაზე დიდი ოდენობის საკვების მიღება, შემდგომ დანაშაულის შეგრძნება, მეორე დღე აკრძალვა და მერე იგივე ციკლში ჩაბმა. ასე რომ რასაც კვებითი ქცევის ნაწილში პირველი კვირები ორიენტირდებოდი ჩამატებაზე, შემდგომ დავიწყებდი ჯერადობის მოდიფიცირებას. მაშინ როცა მტკიცებულობაზე დაფუძნებით არ შემიძლია აუცილებლად თქვა, რომ დღეში 2ჯერ კვება უკეთესი იქნება ვიდრე დღეში 5ჯერ კვება, ეს არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკეთე გამოიწვევს ინსულინურეზისტენტობის მენეჯმენტს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ნებისმიერი გზა, რომელიც წონის 5-10%-ის კლებას მაინც მოგცემს, გამოიწვევს წინ გადადგმულ ნაბიჯს ინსულინურეზისტენტობის მენეჯმენტში. დამეთანხმებით, უკვე? სუპერ, თუ ამას ვიტყვი, ყველა პირობა უნდა შევქმნა იმისთვის, რომ ადამიანი ადეკვატურ კალორიულ დეფიციტში მოექცეს და მეტი ნუტრიენტი მიიღოს. ამიტომ ვივარაუდებდი, რომ შუალედი, რომელიც არის 3 კვებიდან 5 კვებამდე, შეიძლება იყოს 2 ძირითადი კვება, 1 ხემსი, 3 ძირითადი კვება, 3 ძირითადი კვება, 1 ხემსი, 3 ძირითადი კვება, 2 ხემსი. აი ამ შუალედში ვეცდებოდი კვების ჯერადობის დატოვებას და შევზღუდავდი ამით არასაჭირო შესაძლო დამატებით კალორიებს ან ნახშირწყლების ტიპს, რომელიც არ მინდა რომ დაპრიორიტეტებული იყოს რაციონში. ოღონდ ესეც ზედმეტად ინდივიდუალურია, იდეალური კვების ჯერადობის რიცხვი არ არსებობს. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებდი, რომ იმდენჯერ გქონოდა ადამიანს კვების ჯერადობა რაციონში, რაც საშუალებას მიცემდა ყოფილიყოს დანაყრებული და ამასობაში მიცემდა სტრუქტურას. ოღონდ სტრუქტურას, რომელიც არ იქნებოდა ესეთი ქვის ჩარჩო, ქვის კედელი, არამედ იქნებოდა სტრუქტურა, რომელშიც მოძრაობის საშუალება იქნებოდა, იმიტომ რომ რეალურად რაც გვთრგუნავს ჩანსაკვებაში, არის ერთი რიცხვი, რომელსაც უნდა მივაღწიო. კვირაში 2 კილოგრამი უნდა დავიკლო, დღეში 2 ლიტრი წყალი უნდა დავლიო. 1200 კალორია უნდა მივიღო ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ჩვენი ორგანიზმი არ არის პირდაპირ მათემატიკა, არის ცვალებადი და არ არის ზუსტი. ამიტომ შუალედების ქონა არის პირველი წერტილი, სადაც 7-დან ვარ. აი ამ შუალედში თუ მოვეკაცე, ყველაფერი იდეალურად არის. მე მგონი ძალიან კარგია.
კეთახმები. რა სიტყვი რამის ხوار დაამატებდი კვებითი ჭრილის მენეჯმენტში? ერთ პატარა დეტალს გავუსვამდი ხაზს. სწორედ ახსენე, კვების ჯერადობა შეიძლება ინდივიდუალური იყოს, 3-დან 5 კვებამდე სრულიად მისაღებია და რასაც დავკვირვები ვარ პირად პრაქტიკაშიც, როდესაც ძირითად კვებებზე ორიენტირებული ადამიანი აბალანსებს დანაყრების შეგრძნება, როცა ძირითად კვებას საკმარისად მოაქვს, ნაკლებია ხოლმე ისეთ მიდრეკილება ხემსების ხშირ-ხშირი მიღებისაკენ და უფრო მარტივად ხდება ყველაფრის დაორგანიზება, მარტივად ხდება ძილის წინ ღამის საათებში კვებისგან თავის შეზღუდვა, შეკავება და ასე შემდეგ. Super. ანუ შენ ძახ იმას რომ იმითი რომ რაღაცებს ვამატებ, ბუნებრივად მოგვარდება პრობლემა კვების ჟერადობის. Super. და თუ არ მოგვარდებოდა, გადავაზღუდია მე-4 რჩევით რომ იმის მეერად შემოვიტან საჭირო ნუტრიენტებს რაციონში, დავიწყოთ ფიქრი ჟერადობაში ხომ არ შემიძლია ნაბიჯით წინ გადავდგა. იმიტომ რომ როგორც წესი მაშინ როცა მეტი ნუტრიენტი შემოვიტანე რაციონში, არც თუ ისე რთული გადასადგმელი ნაბიჯია ჟერადობის კონტროლი. და შეიძლება ამ ნაბიჯს არ ვდგამდე, იმიტომ რომ არ ვიცოდე რომ საჭიროა. ან ძველი ჩვევები მახსენებდეს თავს. ამიტომ თუ მექნება სადღაც გონების სახედველში რომ ესეც მისახედია, ოღონდ როცა ამის დრო დადგება, იდეალური კომბინაცია შეიკრებოდა. Super. კარგი, ეხლა შენ მითხარე გლუკოზის მენეჯმენტის კუთხით, ჭარბწონიანობის კუთხით, ცოტა ესეთ რევოლუციურ ეპოქაში ვართ. მენეჯმენტის მექანიზმებით, მიდგომის განახლებული მექანიზმებით, მათ შორის ფარმაკოლოგიური ჩართულობით, მედიკამენტების ჩართულობით, ჯერ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, რომ რეალურად დიეტა ბჭყალებში, რომელიც გაგიგიათ ნებისმიერ დიეტა, ოღონდ არ ადეკვატურებს არ გულისხმობ, ხო, არც შევეხები სახელობით დიეტებს, მონოდიეტებს, რომელიც გაგიგიათ 3 დღე ვაკეთებ და მერე თავს ვანებებ. კეტო დიეტა, ფასტინგი, მაღალცილოვანი დიეტა, დაბალნახრწლოვანი დიეტა. რეალურად იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ახლა თქვით, მეტი ბოჭკო, მეტი ცილა, ადეკვატური რაოდენობის ცილა, ნახრწლების სწორი ტიპები და კვების კვებათა ჟერადობის მენეჯმენტი. ეს არის უპირატესი და რომელიმე კონკრეტული დიეტის სტილი. დამთანხმები? გეთანხმები სრული. ინსულინ რეზისტენტობის მენეჯმენტში. მაშინ როცა ჩვენ ამას წინათ განგრძობილ შეხვედრაზე გქონდა ესეთი საუბარი ფასტინგზე და აი 360 გრადუსით მიმოვიხილეთ ფასტინგი ყველა კუთხით. იმიტომ რომ როგორც წესი ინსულინ რეზისტენტობის მენეჯმენტში ყველაზე პირველი რა დიეტაც ჩემთვის უთქვამთ და მეც მახსენდება არის ფასტინგი, ანუ ინტერვალური შიმშილი. მაშინ როცა ფასტინგს აქვს ზოგიერთ კვლევაში დამატებული ბენეფიტის სახით გლუკოზის გაუმჯობესებული მენეჯმენტი, ვერ ვიტყვით იმას, რომ თუ ფასტინგს, ანუ ინტერვალურ შიმშილს, ანუ 18 საათიან დიეტას შევადარებთ, დიეტას, სადაც დაბალანსებულია კვების ჟერადობა, დაბალანსებულია ბოჭკო, ცილა და ნახრწლების სწორი ტიპებია ჩართული, უპირატესი იქნებოდა. ამას კვლევების დაფუძნებით ვერ ვიტყვით. თუმცა ზოგიერთი ადამიანისთვის ფასტინგი ხდება მარტივი წყარო კვებითი ჩვევების გაუმჯობესების. მაგრამ ამას აქვს თავისი რისკები და ალბათ ფასტინგზე ცალკე პოდკასტი გვექნება ჩასაწერი. თუმცა პირველი კითხვა ეს წამოვა და აბა ფასტინგი ეს უფრო უპირატესი ხომ არ არის ინსულინ რეზისტენტობის მენეჯმენტში. აბა კეტო დიეტა, აბა დაბალნახრწლოვანი დიეტა, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხას იმას და კიდევ ერთხელ ამონათდება ჩვენი მტკიცებულობაზე დაფუძნებული გრაფა. არც ერთი დიეტის სტილი არ არის ნაპოვნი, რომ რადიკალურად უკეთეს შედეგს გვაძლევდეს ინსულინ რეზისტენტობის მენეჯმენტში, ვიდრე ჩვენი ბალანსი რაც მოგიყევით. რა სიტყვი? გეთანხმები და დავამატებ. ნუ კი approved, კარგი. გეთანხმები იმაში, რომ ერთი კონკრეტული დიეტა არ არსებობს და ინდივიდუალურია და ჩემი აზრით ყოველთვის ყველაზე ეფექტური ადამიანისთვის არის ის სტილი კვების და მოდი ვთქვათ, რომ დიეტა რეალურად კვების სტილია და არა კალორიული დეფიციტი. რომელსაც სტაბილურად გაყვება დიდი ხნის განმავლობაში და ვისაც რა ეკომფორტულება იქნება ეს ფასტინგი, კეტო თუ სხვა ტიპის დიეტა, ხმელთაშუა ზღვის ვერდის დიეტა, სრულიად მისაღებია მისთვის. მთავარი იდეა ინსულინ რეზისტენტობას როცა ვებრძვით არის ის, რომ გვინდა რომ გლუკოზის პიკები სისხლში შევამციროთ და მათი განვითარების სიხშირე დავაქვეითოთ. და სწორედ ამ ყველაფრისკენ არის მიდრეკილი ის, რაც ვახსენეთ, ცილის, ბოჭკოს ჩართვა, ნახშირწყლებში სწორი არჩევნის გაკეთება და ამ ყველაფერზე ორიენტირებით რაღაცნაირად ირიბად ჭარბი ხემსის მოხმარების ხშირ-ხშირად პატარ-პატარა კვებების თავიდან არიდება. რომ გლუკოზა იყოს შედარებით სტაბილური და პანკრეასმაც ნორმალურად შეასრულოს თავის ფუნქცია, შესაბამისად ინსულინმაც საბოლოოდ უჯრედებს. აი, გავიგეთ გლუკოზის მეტაბოლიზმი და კვებითი ხელშეწყობა მისი ადეკვატური მენეჯმენტის ამ პიკების შემცირების, ჟერადობის ოპტიმიზირების. წონის კლება უნდა იყოს ჩემი მიზანი თუ ინსულინ რეზისტენტობის დიაგნოზი მაქვს? წონის კლება და თუ კი რატომ? გეტყვი. ძირითადად ძალიან ხშირად ინსულინ რეზისტენტობა თუ არ არის ის რაღაც სხვა მდგომარეობის ნაწილი,
ძირითადად საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის და ამ შემთხვევაში ძირითადად შეჭიდულია ხოლმე ჭარბწონასთან როგორც მინიმუმ. ყველაზე ხშირად ვაწყდებით იმ საკითხს, რომ სახეზე გვაქვს ჭარბიწონა ან უკვე განვითარებული სიმსუქნე. ამიტომ როგორც წესი, მიზანი ამ ადამიანების არის ხოლმე არა მხოლოდ ინსულინ რეზისტენტობის დაქვეითება, არამედ წონის კლებაც და უფრო მეტიც წონის კლების კუთხით თუ მივმართავთ პაციენტების დიეტას, ანუ სულ ადეკვატურ კალორიულ დეფიციტს თუ გავუკეთებთ მათ, ეს თავისთავად მერე დადებითად აისახება ხოლმე ინსულინ რეზისტენტობას. ანუ ვიცით რომ შეჭიდულია წონის კლება და ინსულინ რეზისტენტობის გაუმჯობესებული მაჩვენებელი, ანუ გრძნობელობის დაბრუნება. არის რაღაც წერტილი, რა წერტილშიც ინსულინ რეზისტენტობა, კალორიული დეფიციტით, წონის კლებით, ან კვებითი მენეჯმენტით უკან ვეღარ დაბრუნდება. ანუ რაღაც წერტილი არის, სადაც ინსულინ რეზისტენტობა შეუქცევად პროცესად იქცევა? ბოლომდე შეუქცევადს ვერ ვუწოდებდი, მაგრამ საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის დროს შედარებით რთულია ხოლმე მასთან გამკლება, იმიტომ რომ თავად დაავადების პათოგენეზის, ასე ვთქვათ, მიმდინარეობის ნაწილია და ბევრად რთულად ემორჩილება ჩარევებს. თუმცა სხვა შემთხვევებში ძირითადად ემორჩილება. შეჭიდული, წარმოიდგინეთ, ადამიანი ვარ, რომელსაც არ აქვს შეჭიდული რომელიმე სხვა პრობლემა ჯანმრთელობის. ინსულინ რეზისტენტობა მაქვს აღმოჩენილი ბოლო 8 თვეა, მაგრამ თუ ვარაუდებდი ჩემ წინადე 3 წლის განმავლობაში არსებულ კვების სტილს შეიძლება უფრო ადრინდელი დიაგნოზიც არის, თუმცა 8 თვის წინ დამედგინდა. რა პერიოდი მაქვს წინ? რამეზე ვნერვიულობ? პრედიაბეტამდე არ მივიდე, ეს არის ჩემი სანერვიულო და მაგამდე დავიწყო ინსულინ რეზისტენტობის მოგვარება? სანერვიულო თალსახად არის, მაგრამ არა ისეთი რომ შფოთვა მოგვიტანოს და პირიქით სტრესში გადავეშვათ, ისედაც ძალიან ბევრი სტრესული სიტუაციაა ჩვენ ირგვლივ, მაგრამ გასათვალისწინებელია და საფიქრალი ნამდვილად არის. საპრევენციო ნამდვილად არის. ანუ უმრავლესობა ადამიანი, ვისაც ჯანმრთელობის სხვა შეჭიდული რომელიმე პრობლემა არ აქვს, დიდი ალბათობით ინსულინ რეზისტენტობის უკუმენეჯმენტს, ანუ დაბრუნებას და გრძნობელობის აღდგენას შეძლებს. და პირველი ამ დროს ყოველთვის არის ცხოვრების წესის მოდიფიკაცია, ფიზიკური აქტივობა. სუპერ. მედიკამენტებზე ამ დროს ჯერჯერობით არ ვსაუბრობ. ხო, კრიტიკულად მნიშვნელოვანი წერტილი, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, მიუხედავად იმისა, რომ კვებაზე ორიენტირდებით, ფიზიკური აქტივობის აუცილებლობა, მათ შორის როგორც ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების, ბედნიერი, ხანგრძლივი ცხოვრების ჩართულობაში, ისევე ინსულინ რეზისტენტობის მენეჯმენტში კრიტიკულია. დეტალებში რო შევიდეთ, არის საინტერესო მექანიზმები, რა მექანიზმებითაც ძალისმიერი ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს გლუკოზის ათვისებას და ასევე აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას, რომელიც ინსულინ რეზისტენტობის პირდაპირ შექცევადი პროცესია. უკუპროცესია. ამიტომ როცა საქმე მიდგება ხოლმე ფიზიკურ აქტივობაზე და დამეთანხმე ან შემისწორე, პირველი რაც ვიფიქრებდი ინსულინ რეზისტენტობის მენეჯმენტის პროცესში, არა თავიდანვე, ძალიან კარგი იქნება ადეკვატური ძალისმიერი ფიზიკური ვარჯიშები, იქნება ეს სხეულის წონით თუ იქნება დამხმარე წონებით, რომელიც იქნება ორიენტირებული კუნთური მასის მატებაზე ან ტონუსის გაუმჯობესებაზე, რომელიც იმ ირიბი გზებით, რომელიც ჩვენ ბიოქიმიაში გვიდევს, დასაწყისში ვახსენეთ, რომ გლუკოზას სხვა გზებიც აქვს უჯრეში შეაღწიოს, სწორედ ეს გზები აქტიურდება ფიზიკური ინტენსიური აქტივობისას, GLUT4 ტრანსპორტერის, სადღაც გამოგიჩენთ ამ მექანიზმს, სადაც ორგანიზმს საშუალება ეძლევა გლუკოზა უჯრედში შევიდეს ინსულინისგან დამოუკიდებლად. ანუ კარზე კაკუნის ხმა გაიგოს და კარი გაიღოს ინსულინისგან დამოუკიდებლად. რომელიც დამატებითი ერთ-ერთი ძლიერი მექანიზმია, რითიც ძალისმიერი ფიზიკური აქტივობა ასვენებს ინსულინის გამოთავისუფლებას და ამასობაში მისი რეცეპტორის მგრძნობელობას. მომყვები? გეთანხმები ბოლომდე. სუპერ. ოღონდ კიდევ ერთხელ, ხშირ შემთხვევაში, როცა ინსულინ რეზისტენტობის მქონე ადამიანი ასევე არის ჭარბწონიანი, ან სიმსუქნის მქონე, ან რო საუბარი გვაქვს პრედიაბეტზე ან დიაბეტზე, ანუ სისხლის გლუკოზის დარღვეულ მენეჯმენტზე, აუცილებლად მიმართავ ფიტნეს პროფესიონალებს. იცოდეთ, რომ სუბიექტური აღქმა და ფიზიოლოგიური აღქმა დატვირთვისადმი იცვლება და იცოდეთ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ დროს ადამიანის საწყისი წერტილი განსაზღვროთ მისი ფიტნეს შესაძლებლობების და ძალიან ზუსტად გაუწეროთ მზარდი ადეკვატური ნაბიჯები, იმიტომ რომ კიდევ ერთი წერტილში არ აღმოაჩინოთ ადამიანი, სადაც დანებდება, იმიტომ რომ ვიფიქრებთ, რომ მასშია პრობლემა, იმიტომ რომ ზედმეტად ძლიერი დატვირთვა, შეუსაბამო დატვირთვა მირჩია ადამიანმა, რომელმაც შემდგომარეობა არ გაითვალისწინა. ასე რომ კრიტიკულად გავამოსოთ ამას ხაზი. სუპერ. ნუ კი, რამე სხვა არ დამატებდი.
გეთახმები სრულიად, ეტაპობრივად უნდა შევთავაზოთ, შესაძლებელია თავიდან არ იყოს ბოლომდე მისაღები მისთვის რეზისტენტული ვარჯიშებით, აერობული ვარჯიშებით, მაგალითად ფეხის სიარული, სეირნობა, ცურვა, თუ ეს მისაღებია პაციენტისთვის, ამ ყველაფრის შეთავაზება შეიძლება და შემდგომში უკვე გადასვლა წონებით ვარჯიშზე, ასე ვთქვათ. Super. კარგი. ეხლა რასაც გავუკეთებთ, აქ იქნება ჭრა, იმიტომ რომ წყალს დავიმატებთ, კამერებს დავუსვენებთ და გავაგრძელებთ. კაი. Всё, მორჩა ჩვენ შესვენება. გავაგრძელებთ. ნუ კი, ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ წერტილზე, რომელიც ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მიცემს ჩვენ მსმენელს ან მაყურებელს. ეხლა მითხარი, რა არის ალტერნატივები? ყველაზე ძლიერ ეპოქაში ვართ, სადაც სიმსუქნის როგორც დაავადების მენეჯმენტის ახალი საშუალებები შემოდის. მაგრამ არის ასევე პრაქტიკაში დაცდილი ძველი ეფექტური საშუალებები. გარდა კვებისთის სტილის მენეჯმენტისა, ორი გზა რო გამოყოთ, ახალი მედიკამენტოზური ჩართულობა, წონის კლების ან გლუკოზის მენეჯმენტის ნაწილში და მეორე წერტილი ბარიატრიული ქირურგია, როგორც პრაქტიკით დამტკიცებული ერთ-ერთი ეფექტური გზა, რამდენად ეხება ორივე ცალ-ცალკე ინსულინ რეზისტენტობის პრობლემას. თუ არ ეხება, როდის არის ყველა ჩასართავი. დავიწყოთ მედიკამენტოზური ჩართულობით, ოზემპიკით, რომელიც ბევრს გაგიგიათ და სხვა მისი ანალოგებით GLP-1-ით, მოკლედ რომ მითხრა, საერთოდ რას აკეთებენ ეგ მედიკამენტები და ინსულინ რეზისტენტობაში რამდენად საფიქრალია, ან რამდენად ხდება გაიდლაინებით ინსულინ რეზისტენტობის დროს მათი ჩართულობა. კარგი, დავიწყოთ მაშინ ოზემპიკით და ზოგადად GLP-1-ის ანალოგებით, რომლებიც ერთი მხრივ კუჭის დაცლის პროცესს ანელებენ და შესაბამისად უფრო დიდ ხანს გვინარჩუნებენ დანაყრების შეგრძნებას, ვიდრე ეს ჩვეულებრივ მოხდებოდა. შესაბამისად, მცირდება შიმშილის შეგრძნება და უფრო მარტივად გასაყოლი ხდება პაციენტისთვის დიეტა. მეორე მხრივ სხვათა შორის ისინი დანაყრების ცენტრებზეც მოქმედებენ ცენტრალურად ნერვულ სისტემაში და ამ მხრივაც, ასე ვთქვათ, დანაყრების შეგრძნება მალე მოაქვთ. გარდა ამისა, იმ პაციენტებში, რომლებშიც გლუკოზის მენეჯმენტი უკვე საჭიროა, ინსულინ რეზისტენტობასთან არ გვაქვს საუბარი, უკვე პრედიაბეტს, დიაბეტს გულისხმობ, სადაც უკვე გლუკოზის დონე დარღვეულია სისხლში, იქედან გამომდინარე, რომ GLP ანალოგებს შეუძლიათ ინსულინის სეკრეციის, ანუ გამოთავისუფლების სტიმულირება, ამ მხრივაც აქვთ ხოლმე დადებითი ეფექტი. თუმცა, ჩვენებები ორ ჯგუფად იყოფა, ერთი იქნებოდა პაციენტი, რომელსაც მაღალ წონასთან ერთად აქვს უკვე გამოხატული პრედიაბეტი ან დიაბეტი, მაგრამ ამის გარდა შესაძლებელია აღნიშნული მედიკამენტები გამოიყვანოთ იმ ადამიანებშიც, რომლებშიც პრედიაბეტი ან დიაბეტი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას და თუნდაც მხოლოდ ინსულინ რეზისტენტობა არის წარმოდგენილი. სხეულის მასის ინდექსი, BMI, რომელიც შემდეგნაირად გამოითვლება, სხეულის მასას კილოგრამებში ყოფთ სხეულის სიმაღლეზე მეტრ კვადრატში, კილოგრამი მეტრ კვადრატთან 30 და მეტი უკვე ჩვენება არის ასე ვთქვათ GLP ანალოგების გამოყენების, თუმცა ამაზე მცირე სხეულის მასის ინდექსის შემთხვევაში უკვე რაღაც 30 და მეტი არის სიმსუქნე, როგორც BMI-ით განსაზღვრა. 30-მდე არის ჭარბწონიანობა ნორმალურის შემდგომ. რა რიცხვებს შორის ტრიალებს ეს ჭარბწონიანობა? ზუსტად 27 და მეტი, თუმცა ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც უნდა ვახსენოთ, შესაძლებელია რომ იყოს დანიშვნის მიზეზი, მაგრამ აუცილებლად უნდა თან არსებობდეს გარკვეულ მდგომარეობებთან, მაგალითად, დარღვეულ არტერიულ წნევასთან, დიაბეტთან, აქ უკვე საუბარი არ გვაქვს ინსულინ რეზისტენტობაზე, უკვე ჩამოყალიბებულ დიაბეტთან, დისლიპიდემიასთან, ანუ დარღვეულ ქოლესტერინთან სისხლში და სხვა. ანუ ფაქტობრივად ჭარბი წონის შემთხვევაში გარკვეული თანდართული პათოლოგიები უნდა გქონდეს სახეზე, იმისთვის რომ შვიდად დავნიშნოთ მედიკამენტი. Super. რა გავიგეთ? ერთი გავიგეთ ის, რომ ახალი მედიკამენტები არ არიან ჯადოსნური აბები, რომელიც ცხიმს სწავენ. არამედ არიან მედიკამენტები, რომლებიც ხელს გიწყობენ კალორიულ დეფიციტის შექმნაში და დარჩენაში, იმით რომ ძირითადად ამცირებენ მადას ცენტრალური ნერვული სისტემის დონეზე და ამასობაში ანელებენ დაცლის სიჩქარეს, იმ სიჩქარეს, რითიც საკვები კუჭიდან გადაინაცვლობს შემდგომ გაყოფილებებში. შემდგომ თქვით, რომ ინსულინ რეზისტენტობა მხოლოდ არ არის ჩვენება ამ მედიკამენტების ჩართულობის. თქვით, რომ ასევე შეიძლება ძირითადად ეს არის სიმსუქნე, BMI 30 და ზემოთ. BMI 30-მდე, ანუ ჭარბწონიანობის დროს მხოლოდ მაშინ განიხილება ამ მედიკამენტების ჩართულობა. თუ არის დამატებითი მეტაბოლური პრობლემები, რომელსაც განსხვავებული ანალიზებით ვიკლობთ. შეიძლება ეს იყოს, როგორც ვახსენეთ, ლიპიდური სპექტრის დარღვევა, შეიძლება ეს იყოს უკვე გლუკოზის მეტაბოლიზმის მოშლა რეგულაციის, რომელიც უკვე პრედიაბეტად ან დიაბეტად განიხილება და დამატებით მითხარი, ნუ კიდევ ერთი, რომელიმე ხომერ რჩება. არა, სუპერ.
ანუ ეს სხვა შემთხვევაში ოზემპიკი არა როგორც წონის კლუბის დრაგი, არამედ სისხლში გლუკოზის მენეჯმენტის დამხმარე, დიაბეტის დამხმარე მედიკამენტის იყო შექმნილი, თუმცა გვაქვს ოზემპიკის ანალოგი, იგივე აქტიური ნივთიერება, განსხვავებულ მედიკამენტში, რომელსაც ქვია ვეგოვი, მისი ანალოგი და მის შემდგომ უკვე ახალი თაობის ანალოგები არის მაგალითად მოუნჯარო, რომელიც განსხვავებულ წერტილებზე მოქმედებს ერთად. ძალიან ოპტიმისტური ვარ ამ მედიკამენტებს რა შედეგის მოცემა შეუძლიათ სიმსუქნის მქონე პაციენტებში თუ განვიხილავთ სიმსუქნეს როგორც დაავადებას BMI-ის განსაზღვრებით. თუმცა არ არის ყოველთვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს წერტილი გავმიჯნოთ. მაგრამ ამ თემაზე ცალკე ჩავწერთ პოდკასტს დიდი ალბათობით, იმიტომ რომ იმ წერტილში მიდის მედიკამენტოზური ჩართულობა, რა წერტილიც ეფექტურობით დაახლოებით გაუტოლდებოდა ბარიატრიის მიერ მიღებულ შედეგებს, მაგამდე ბევრი გზაა გასავლელი, თუმცა ვუახლოვდებით, რომელიც პირველია მედიკამენტი, რომელსაც გვერდითი ეფექტები შედარებით ნაკლები აქვს, ვიდრე აქამდე სხვა წონის კლუბის საშუალებებს იქნებოდა ეს თერმოგენიკები თუ სხვა, რომელიც ცალსახად ვიცით ჯანმრთელობის ნეგატიურ როგორ ფაქტორებზე აისახებოდა. საინტერესო სფეროა, მაქვს შესაბამისი ჩვენებები, თუმცა ძალიან ოპტიმისტური ვარ, რა რისის გაკეთების საშუალებას მოგცემს, როცა საქმე სიმსუქნეს როგორც დაავადებას მიდგება. ასე რომ ამაზე ცალკე პოდკასტს ელოდეთ. რაც შეეხება ბარიატრიას. ბარიატრია და ინსულინრეზისტენტობა შორის. ძალიან შორს ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ბარიატრიის შემთხვევაში ბევრად მკაცრია კრიტერიუმები პაციენტის ოპერაციისთვის შესარჩევად და ამ შემთხვევაში როგორც წესი უკვე ჩამოყალიბებულია ხოლმე დიაბეტით, პრედიაბეტი მინიმუმ და წონაც ბევრად მაღალია, უკვე BMI, სხეულის მასის ინდექსი 35 და ზემოთ თანდართული პათოლოგიებით, ან 40 და ზემოთ, მაშინ როცა უკვე აღარ ვაქცევთ ყურადღებას რა პათოლოგია თან არსებობს, თუმცა როგორც წესი ამ დროს ისედაც არის ხოლმე უკვე დადგენილი არაერთი დიაგნოზი. Super, ბარიატრია შორს არის ინსულინრეზისტენტობისგან. უბრალოდ ინსულინრეზისტენტობა როგორც დიაგნოზი შორს არის ბარიატრიის საჭიროებისგან. შენ მოგზაურობაზე ხო არ მოგუყვები რამდენიმე სიტყვას, რითიც ძალიან ამაყი ვარ. მადლობთ. გამონათდება სადღაც ფოტოები. ხო, წელს მოკლედ ოქსფორდში IBC-ის მე-6 საერთაშორისო შეხვედრაზე ქონდა მოხსენება, რომელიც შეეხებოდა პრექირურგიულად პაციენტების ადეკვატურ მომზადებას, როგორც ნუტრიენტული კუთხით, ისე ვიტამინების მენეჯმენტის კუთხით. ბარიატრიამდე პაციენტის მომზადებას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კი ბატონო, იმისთვის რომ ბარიატრიის გამოსავალი შემდგომ იყოს ეფექტური და ეს ეფექტურობა შენარჩუნდეს ხანგრძლივად, იმიტომ რომ სამწუხაროდ ოპერაციიდან დაახლოებით 5 წლის თავზე წონის ხელახალი მატების სტატისტიკა ნელ-ნელა თანდათან მაღლა იწევს და როგორც აღმოაჩინეს ამის მიზეზი არა თავად ქირურგია, არამედ ის კვებითი ჩვევები, ის კალორიული ნორმა, რომელსაც მაჭარბებენ ხოლმე პაციენტები ამ დროისთვის, ემოციური მდგომარეობაც ამ ყველაფერთან ერთად არის ხოლმე და თუ გვინდა რომ აქამდე არ მივიდეს მდგომარეობა და ეფექტი, რომელიც საკმაოდ მაღალია ხოლმე ოპერაციის შემდეგ შენარჩუნდეს ხანგრძლივად, ამისთვის მზადება უნდა დავიწყოთ ძალიან ადრე ქირურგიამდე, დაახლოებით რამდენიმე თვით ადრე მაინც და გავააზრებინოთ ასევე პაციენტს ის თუ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს და რა ძალისხმევის ჩადება მოუწევს ამ ყველაფერში თავად მას. ანუ ბარიატრიული ქირურგიის შემდგომ 5 წლის განმავლობაში, 5 წლის მანძილზე წონის უკან დაბრუნება 5 წლის ნიშნულზე არ ნიშნავს რომ ბარიატრია იყო წარუმატებელი. ნიშნავს რომ ქირურგულმა ოპერაციამ წარმატებას მიაღწია თუ მოხდა წონის კლობა, მაგრამ სხვა ფაქტორები არ იყო დარეგულირებული, რომელიც აუცილებელი პროცესის ნაწილია. და ალბათ იგივე შეგვიძლია ვთქვათ მედიკამენტების ჩართულობაზე, კითხვა ისმის რა ხდება მედიკამენტის მიღების შეწყვეტის შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ ეს კითხვა ჯერ კიდევ ეს არის განხილვის თემა, კლინიკური ნუტრიციოლოგიის ევროპის კონფერენციაზე ერთად რა შეხვედრებსაც დავესწარით და რა კურსებსაც დავესწარით. საინტერესო შეხედულობა ჰქონდათ როგორც სიმსუქნე, როგორც დაავადება და მისი დაავადების სამკურნალო მედიკამენტები, თუ ამ შემთხვევაში ოზემპიქს და სხვა მის ანალოგებს განვიხილავთ. თავი კითხვა იყო დასმული, როცა გაქვს მაღალი არტერიული წნევა და იწყებ წნევის მედიკამენტის მიღებას, კითხვა არ გიჩნდება, როდის უნდა დავამთავრო წნევის მედიკამენტის მიღება. რაც ამ ჭრილისკენ მიდის სიმსუქნის როგორც დაავადების მენეჯმენტი მედიკამენტოზური ჩართულობით. თუმცა ხაზგასასმელია ის, რომ ნებისმიერი ჩარევა წარუმატებლობის მაღალი ხარისხით იქნება, თუ პროცესში არ მოყვა ქცევითი ცვლილება, ადეკვატური ნუტრიენტული მიღება, ამაზე ინფორმაციის მიღება და ბოლო წერტილში, რასაც ყველაზე მეტად ხაზს უსვამთ ხოლმე,
პირველი ნაბიჯი არის სწორი ინფორმაციის მიღება, უფრო სწორად არასწორების გაფილტრა, რომელსაც კრიტიკულად ვაპრიორიტეტებთ აკადემიის ნაწილში და მეორე ნაწილი არის უკვე გაცნობიერებული კვების ქცევების შემოღება, რომელიც ყოველდღე არ მაფიქრებს ჩემ წინ რადევს. არ ვიწყებ ამ კალორიების თვლას, არამედ იმიტომ რომ პროცესი გავიარე, სწორი מחვილები დავსვი, გაცნობიერებული კვების წერტილამდე მივდივარ, რომელიც ასევე ქცევითი ცვლილებით ხასიათდება და ეგ არის გარანტი მიღებული შედეგი შენარჩუნების. მედიკამენტოზური ან ბარიატრიული ქირურგიის ჩართულობით თუ მის გარეშე. ანუ ამას ვერ გავიქცევით. სუპერ. მოგიწვიეს თავიდან ერთ-ერთ დამატებით კონფერენციაზე. და მე მგონი დაახლოებით მალე ან ეს პოდკასტი როცა გაეშვება, მაშინ არის და აქედან მივესალმოთ. საინტერესო ნაბიჯები გველის წინ. ეხლა მოკლედ მომიყევი შენი გამოცდილება გულწრფელი აკადემიის ნაწილში, ჩვენ ერთმანეთს უკვე ახლოს ვიცნობთ 2 წელია. აღონდ ეს ნაცნობობა დაიწყო და გაგრძელდა ისეთი მისახომოსხუები გაიარა, რომელსაც ალბათ თავიდან არცეთ არ ველოდით. და რითიც ძალიან ბედნიერი დამაყივარ იმით, რომ ამ პროცესში ისეთი ადამიანები შემოვიკრიბეთ, რომელი ადამიანებიც რეალურად ზრუნავენ საქართველოში არასწორი კვებითი მიდგომების გავრცელების სანაცვლოდ სწორი მიდგომების გავრცელებას. ასე რომ, არ ვიცი, ვერ წარმოიდგენ, ხშირად არ გეუბნები ხოლმე, მაგრამ ვერ წარმოიდგენ, რამდენად მადლიერი ვარ იმით, რომ შენ ხარ ადამიანი, ვინც ხარ წინ მიზის. და არ ვიცი, მადლობა იმ ენერგიისთვის, რაც ამ პროცესში დებ და ბევრი რამ გვაქვს კიდე წინ. ჩემი სენსიტიური ისინი მორჩა, რა ქვია, გულახდელი გამოსვლების საუბრები. აკადემიის ნაწილზე რომ მითხრა გულწრფელად, საიდან დაიწყო პროცესი და ეხლა სად ვართ და საერთოდ რა გინდა? აი, ასე ვართ რეალურად. ანუ პირველად როცა შემოვერთდი აკადემიას, მართლა გულწრფელად მიხარებდა, რომ საქართველოში იყო ადგილი, სადაც რეალურ ცოდნას მივიღებდი ამ სფეროში, იმიტომ რომ მანამდე მუდმივად ვცდილობდი, რომ ჩემით მომეძიებინა ინფორმაცია ხან რაწყაროდან. და იმდენად მოდით გადააჭარბა ამ ყველაფერმა მე შემდგომში, როცა კურსი დასრულდა, გაგრძელდა განგრძობითი სწავლებით, რომელშიც მართლა გულწრფელად ძალიან საინტერესო ლექციას ვისმენთ ყოველ შეხვედრაზე და ძალიან საინტერესო დისკუსიამდე მივყავართ ხოლმე ამ ყველაფერს, რომ სიტყვები არ ყოფნის ეს ყველაფერი როგორ უნდა გადმოვცე მართლა ოღონდ. და ერთი რაც მიხარია და აუცილებლად უნდა აღნიშნო არის ის, რომ ამ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში გავიცანი ადამიანები იგივე აკადემიის ნაწილი ის გუნდი, რომელიც ასე ვთქვათ ვართ და თავი მოვიყარეთ, რომლებსაც ძალიან სწორი მიმართებები აქვთ და მუდმივად ცდილობენ ამ მიმართებების გავრცელებას და უკვე ნელ-ნელა ვხედავ ასევე ადამიანებს, რომლებიც გისმენენ, შენ უსმენენ სხვა შესაძლო, ასე ვთქვათ, ადამიანებს, რომლებიც ნუტრიციოლოგიაში უკვე საკმაოდ სწორ აქცენტებს აკეთებენ და ბევრად ამაღლდა ცნობიერება ამ თემების ირგვლივ. თუ შევადარებ ამას წელიწადნახევრის წინ არსებულ მდგომარეობას და ეს ძალიან მახარებს. და იმედი მაქვს, რომ ერთად ჩვენ კიდევ უფრო მეტ საინტერესო და მნიშვნელოვან და ასე ვთქვათ სასარგებლო ინფორმაციას გავავრცელებთ ხალხში. სუპერ. ეხლა გადავხდეთ 10 წლით შემდგომ. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი, რაც მინდა რომ განვიხილოთ არის გარემო, რომელიც ჩვენ გარშემო ტრიალებს, ობესოგენური გარემო, როგორც ეწოდება, ანუ გარემო, რომელიც ხელს მიწყობს სიმსუქნის განვითარებისკენ და არა პირიქით მისი მენეჯმენტისკენ. რომელი გარემოც არის ჩვენს გარშემო, რომელი გარემოც არის მსოფლიოს გარშემო და პირველი კითხვა, რომელიც გამიჩნდა და დავსვი ერთად რა კონფერენციაზე დავესწარით, არის ის, რომ ბევრი განვითარებული მოწინავე ქვეყნის ექიმები საუბრობდნენ ერთმანეთში და იკვლევდნენ გზებს, როგორ ვებრძოლოთ ობესოგენურ გარემოს და აქ იყო ჩამოთვლილი მედიკამენტები, რომელიც წინ არის, ქცევითი ცვლილებები, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. თუმცა მთავარი კითხვა, რომელიც გამიჩნდა არის ის, რა ხდება გარემოში, სადაც ობესოგენური გარემო ისეთივე მძლავრია, როგორც იქნებოდა ნებისმიერ მსგავს ქვეყანაში. იმიტომ რომ სტატისტიკით ევროპის მასშტაბით მეორე ვართ, მხოლოდ თურქეთი ჩამოგრჩება ჭაბრწონიანობის და სიმსუქნის შეჭიდული სტატისტიკით. საუბარია დაახლოებით 65%-ზე. ეს ნიშნავს, რომ ზრდასრული ადამიანის ყოველი მეორე ჭაბრწონიანი ან სიმსუქნის მქონეა. სტატისტიკაში არც სამაყოდ არ გვაქვს საქმე მოზარდების ნაწილში. რა ხდება ისეთ გარემოში ჩვენთან, სადაც ობესოგენური გარემო იმდენად მძლავრია, როგორც სხვაგან იქნებოდა, თუმცა მენეჯმენტის საშუალება არ გვაქვს.
არ გვაქვს უნიფიცირებული გაიდლაინები, არ გვაქვს ფსიქოლოგიური ჩართულობის როლი, არ გვაქვს გამოყოფილი როლი რა ხდება დიეტოლოგიაში, ვინ არის ნუტრიციოლოგი, როგორ ხდება nutrition coaching-ის და ემოციური კომუნიკაციის გამყარება. ამ დროს რას აკეთებს ქვეყანა? როცა იმავე ობესოგონურ გარემოს ებრძვის, ოღონდ მახვილის ნაცვლად და მის ნაცვლად რა ქვია, იარაღის ნაცვლად ხისგან გამოთვლილი სათამაშო ჯოხი უჭირავს. აქ რას ვაკეთებ და შენერეს 10 წელიწადში სად ვიქნებით? რაზე დავიწყებთ ყურადღების გამახვილებას და რისი უნდა გვეშინოდეს? ან რა უნდა გვიხაროდეს, რა პერსპექტივები გვაქვს ამ ნაწილში? ნამდვილად ძალიან რთულია ამ გარემოში ნავიგაცია, როგორც ასეთი. მით უმეტეს, როცა ინფორმაციულადაც არ არის ნამდვილად ისეთი დონე ქვეყანაში ნუტრიციოლოგიის კუთხით, რომ ამ ყველაფერში ადამიანები ადეკვატურად ერკვევდნენ. და ძალიან დიდი უნდა იყოს ამ დროს ჩვენი ჩართულობა, ენდოკრინოლოგების, ნუტრიციოლოგების ჩართულობა და იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით განვითარდებით უახლოეს 10 წელიწადში. პირობას გაძლევ. მადლობა. პირველი რაც მინდა ვახსენო, ეს არის პროცესირებული საკვები, ჩვენი ირგვლივ, ანუ ულტრაპროცესირებული საკვები, რომლის რაოდენობაც მეიჭვება, რომ შემცირდეს. ამიტომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ადამიანების მათ მიმართ. და ეგრეთ წოდებული bliss point-ი, რომელსაც ქმნიან ხელოვნურად კვების ტექნოლოგიები, შაქრის, მარილის და თუნდაც ცხიმის ისეთი გადანაწილებით, რომ მაქსიმალურად დამოკიდებულს ხვდიან მასზე, ისე რომ ჩვენი ტვინის დაჯილდოების სისტემა დოფამინის სრულიად ითიშება და ჩვენი დანაყრების სისტემა და მასში მონაწილე ჰორმონები ფაქტობრივად იმორჩილება ამ პროცესს. და პირველი რაც მინდა გულით მინდა რომ შეიცვალოს იქნება ალბათ დამოკიდებულება ადამიანების პროცესირებული საკვების მიმართ და იმედია რომ მეტად გაიგრძელდება აქცენტი თლიან პროდუქტებზე, ისეთ პროდუქტებზე, რომლებსაც არ ეწერიათ ინგრედიენტების მთელი რიგი სია. და იმ შემთხვევაშიც კი თუ გარკვეული სახით პროცესირებულ საკვებს, არ გულისხმობ საშუალო დონის პროცესირებას, გულისხმობ ულტრაპროცესირებულ საკვებს, ხო? რისი შეზღუდვაც მინდა რომ მოხდეს. და იმ შემთხვევაშიც, როცა გარკვეულწილად ადამიანი გადაადგილდება სუპერმარკეტში და ეძებს იმას თუ რა მიიღოს საკუთარი თავისთვის თუ ოჯახის წევრებისთვის, მიეჩვიონ ნელ-ნელა ადამიანები იმას, რომ წაიკითხონ ეტიკეტი სწორად, აღიქვან როგორია მასში შაქრის შემცველობა, როგორია დამატკვებლების შემცველობა, როგორია ცხიმის, ნაჯერი, უჯერი ცხიმის გადანაწილება და ამის მიხედვით გადაწყვიტონ ხოლმე და გააკეთონ არჩევანი. და სხვათა შორის დაახლოებით 1 კვირის წინ ვესაუბრე ჩემს ერთ ძველ პაციენტს, რომელსაც პროცესში ჰქონდა 20 კილოგრამის 20 პლუსი დაახლოებით 22 კილოგრამის კლება და ძალიან დიდი სიამოვნებით მიზიარებდა იმ აზრს და იმ მიმართებას და მიდგომას, რომ სიამოვნებს ეტიკეტებზე მეტად დაკვირვება, რაღაც ინფორმაციების გაცნობა, უკეთესი არჩევნის გაკეთება და ამაზე მხოლოდ ერთხელ დაიხარჯა გარკვეული დრო და ამ მონაცემებით დღესდღეობით უკვე ფაქტობრივად მიჩვეულია უკვე ზუსტად იცის რა არჩევანი უნდა გააკეთოს და ამას აკეთებს არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ თავისი შვილებისთვისაც, რომლებიც ეზრდება და რომელთა შემთხვევაშიც ვიცით რომ ეხლა ხან ახსენე ხო მოზარდებში რომ ხალა ჭარბწონიანების განვითარების სტატისტიკა, რომელთა შემთხვევაშიც ყველაზე მნიშვნელოვანია დროული და ადრეული პრევენცია ამ ყველაფერს. გარდა ამისა, მეორე მომენტი არის ეკონომიური საფრთხე, ასე ვთქვათ, თუ ხაფანგი მოდი ესე უწოდოთ. და მე და შენ ახლა რომ ჩავიდეთ დეტალებში, აუცილებლად შევთანხმდებით, რომ ადეკვატური ბიუჯეტის ფარგლებში ჯანსაღი კვების დაგეგმა შეიძლება. უბრალოდ ეს რომ მოხდეს, მგონია რომ ადამიანებს სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მიწოდებული და ალბათ ჩემი სურვილი იქნება 10 წელიწადში ეს ინფორმაცია უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს და არა საზოგადოების მცირე ნაწილისთვის. იმიტომ რომ სამსახურიდან რაღაც ორი შვილის დედა რო ბრუნდება 8 საათზე სახლში, მას არ აქვს დრო რომ იგივე გარკვეული პროდუქტები შეიძინოს და იმაზე იფიქროს, რას მოამზადებს დაღლილი, მაქსიმალურად ცდილობს რომ დრო დაზოგოს და შესაბამისად უფრო მარტივ და ხელმისაწვდომ არჩევანს აკეთებს, მაგალითად გაყინულ პიცას იყიდის და მთელი ოჯახისთვის გაამზადებს საკვებს ძალიან მალე 5 წუთში. ანუ ეს არ არის მხოლოდ ეკონომიური ამბავი, ეს არის ცოდნის დეფიციტიც და ეს ორი აუცილებლად რაღაცნაირად უნდა შეიცვალოს. და მესამე მომენტი ობესოგენურ გარემოში აუცილებლად ახსენებელი არის ფსიქოლოგიური ეფექტი. დაბადებიდან სულ კარგი ამბები და დღესასწაულები ასწირდებოდა ტკბილეულთან, ალკოჰოლთან, შოკოლადთან
სადღაც სახლში სტუმრად პირველად რომ მივდივართ კბილეული მიგვაქვს სუფრეს ჩვენი დედები და ბებიები აფასებენ ხოლმე ჩიტის რძე თუ არ დააკლდა მიუხედავად იმისა რომ ქართულ სუფრეს არც ცილა აკლია და არც ჩანსახი ცხიმები მაინც ჩიტის რძე საერთოდ არ ჭირდება შეაფასებ მაინც ჩიტის რძე დარჩა ასე ვთქვათ ესეთ გამოთქმად და ალბათ ამ კუთხითაც ისევ და ისევ ინფორმაციამდე მივდივართ ადამიანებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებამდე თუ ეს ოდესღაც ჩამოყალიბდა აუცილებლად შეიძლება რომ რაღაც ეტაპზე ესეც შეიცვალოს და სუპერ აი ნუ კი სწორი ინფორმაციის მიწოდებას თავარი პრობლემა არის ორი ერთი იყვნენ ადამიანები ვინც სწორი ინფორმაცია იციან და უნდათ მუდმივად განვითარება იმიტომ რომ მოგეხსენება რამდენად ცვალებადია სიტუაცია ჯანსაღყოფის სფეროში და მეორე არასწორი ინფორმაციის ბუმის შემცირება. ამის ყველაზე კარგი მენეჯმენტი არის ჩვენი მაყურებელი და მსმენელი. გეთახმები რომ მტკიცებულობაზე დაფუძნებული ინფორმაცია არის ამ ყველაფრის ფუძე, რომელსაც ზემოდან დაშენდება შემდგომ სწორი ქცევების, სწორი აქცენტების გაკეთება. ამასობაში იცოდეთ რომ ამ პოდკასტის მთავარი მიზანი არის მტკიცებულობაზე დაფუძნებული ინფორმაციის მოწოდება თქვენთვის. ამას ვაკეთებთ აკადემია, სადაც პირველი ნაბიჯი არის ყველაფერი არასწორის გაფილტრვა და მხოლოდ სწორი აქცენტების დატოვება, მანამ სანამ გადავალთ უმაღლეს წერტილში, ქცევითი ცვლილების ნაწილში. სწორედ ამიტომ, რასაც გვირდებით არის, რომ ამ ყველაფერს ბევრი სხვა ნაბიჯი დაემატება და ძალიან მჯერა, რომ ჩვენ და თქვენ, ჩვენი მსმენელი, ყველანი ერთად შევძლებთ, რომ ქვეყანაში სიტუაცია შევცვალოთ. ამას გვირდებით, ეს არის ჩემი ამოსავალი წერტილი, მიზანი. ამ შეხვედრის ამ ვიდეოს ამას ამოვიღებთ და დაახლოებით 10 წელიწადში კიდევ ერთად რო დავსხდებით ამ თემაზე სასაუბროთ, გავუშვებთ და ვნახოთ რა ცვლილებები გვექნება, რამდენად გაამართლა ჩვენმა აზრმა რომ მტკიცებულობაზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებით იწყება პირველი ნაბიჯები და სწორი კამპანიების ჩამოყალიბებით. და შევხედოთ რა მოხდება. ნახოთ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. სუპერ. რომ შევაჯამოთ. ამისთვის საჭიროა ერთი, ვთქვათ, რომ პროცესში ჩართული ორი მხარე, ადამიანი, ვინც თავის პროცესს მართავს და პროფესიონალი, ვინც სწორ და გამიზნულ რჩევას აძლევს, მტკიცებულობაზე დაფუძნებულს და შემდგომ სწორ ნაბიჯს. ვთქვით, რომ ინსულინ რეზისტენტობა ეს არ ნიშნავს აუცილებლად პრედიაბეტს. ინსულინ რეზისტენტობა არ არის შენი დანაშაული და არ ნიშნავს ინსულინ რეზისტენტობა, რომ ნებისყოფის გრძნობა მაქვს დაკლებული. ინსულინ რეზისტენტობის მენეჯმენტის გზები იწყება ქცევითი და კვებითი ადაპტაციით და ცვლილებებით, რომელიც აღწერეთ, ეს არის მეტიბოჩკო, ადეკვატური ცილა, ნახშირწყლების სწორი ტიპების გადანაწილება და კვების ჟერადობის მოდიფიცირება ფიზიკურ აქტივობასთან ერთად. ამასობაში ვთქვით ის, რომ ძალიან საინტერესოა რა ნაბიჯები გველის წინ სიმსუქნის მენეჯმენტში. ვახსენებთ, რომ სიმსუქნის მედიკამენტები, რომელიც ახლა გაგონილი გაქვთ, არ არის ინსულინ რეზისტენტობისთვის, ყოველ შემთხვევაში მხოლოდ ინსულინ რეზისტენტობა არ არის სიმსუქნის, არ არის ამ მედიკამენტების ჩართულობის აუცილებელი წინაპირობა. ვახსენებთ ის, რომ ბარიატრია შორს არის ინსულინ რეზისტენტობის ნაწილისგან და საინტერესო პერსპექტივები დავსახეთ, როგორ შეგვიძლია ყველამ ერთად ხელი შეუწყოთ ერთმანეთს სწორი ინფორმაციის გავრცელებაში. ამაში დაგჭირდება თქვენი ჩართულობა. პირველი პოდკასტია, ერთ-ერთი რასაც გვირდებით არის ის, რომ ეს პოდკასტი დაიწყო და აღარ გაჩერდება ძალიან დიდი ხანი. ყოველ შაბათ დღეს საღამოს 6 საათზე შეგიძლიათ ელოდოთ ახალ თემას კვების გარშემო, რომელიც მტკიცებულობაზე დაფუძნებულ ჭრილში იქნება განხილული და მოგცემთ სამოქმედო ნაბიჯებს, რომელთაც წინ გადადგამ ნაბიჯს. ამასობაში გვირდებით იმას, რომ ჩვენი განხილული თემები აუცილებლად იქნება გაპირობებული იმ უკავშირით, რაც დაგვიბრუნებთ. ამიტომ კომენტარების ადგილი ამ ვიდეოს ქვეშ მინდა რომ ძალიან აქტიური იყოს, მინდა რომ აქტიური იყოს გადაზიარება, თუ დაიჭირე ერთი წერტილი მაინც, რომელმაც მეტი სიმშვიდე და ნაკლები ფოთვა შემოიტანა შენ მენეჯმენტში, იცოდა რომ ეს არის პირველი ნაბიჯი. ასე რომ ველოდები კონსტრუქტორებულ უკავშირს, მეტი საინტერესო თემის მოთხოვნას კომენტარებში, გადაზიარებას და მე მგონი დასაბსქრაიბებას და დალაიქებას, როგორც ჩვევია ხოლმე YouTube-ს. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ამ ნაწილში. ყველამ ერთად ვეცადოთ მტკიცებულობაზე დაფუძნებული ინფორმაცია გავავრცელოთ ჩვენ გარშემო საყურელ ადამიანებში იმ თემებზე, რომელიც ყველას გვჭირდება. მშვენიერი შეხვედრა იყო. ანა, უღრმესი მადლობა. მადლობა შენ. სუპერ შეხვედრა გამოგვივიდა და იმდენი მინიმუმ ორი დამატებით საალბარკო თემა გამოვყავით. მედიკამენტოზური ჩართულობები, ოზემპიკი, GLP-1 სხვა აგონისტები და ბარიატრია, რომელსაც მომდევნო კვირებში ან თვეებში აუცილებლად უნდა ელოდოთ.
დროებით. სულაც იყო. მადლობა დიდი. წარმატებები შენს პოდკასტს და აკადემიას დარწმუნებული ვარ, რომ წინ სრული წვლით დაუცილებლად წავალთ. სუპერ. მადლობა მოგე.